გამარჯობა. დღეს მორიგ დილემაზე სამშობლოდ შევიკრიბეთ და ეს თემები ყოველთვის ჩვენს მიმდინარე პროცესებს ეხება, რაც გამოყავით თავი უახლოეს ჩვენს ისტორიაში. და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ძალიან ბევრს ტკივა, ვინც პროტესტში არის, ან ვინც არ არის, მაგრამ გარედან უყურებს, ეს საკითხი გაჟღერდა ფაქტიურად დეკემბრიდან ყველაზე აქტუალურად. რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ჩვენს გარშემო რაღაცა ცვლილება ხდება და ეს ცვლილება არის მოქალაქეების არაკეთილდღეობისკენ, პირიქით მათი ყოფა უარესდება და მოქალაქეებმა რა უნდა გააკეთონ და ნაწილმა აირჩია ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ ნაწილი რაღაცნაირად წავიდა თავის თავში, სხვადასხვა მიზეზების გამო, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და ეს საკითხი უნდა ვიბრძოლოთ თუ უნდა ნეიტრალურობა ვირჩიოთ, არის დღესაც ჰაერში გამოკიდებული, იმიტომ რომ არაფერი არ დასრულებულა და მე პირადად მგონია, რომ როგორც მოქალაქისთვის არასდროს არ დამთავრდება რა ვიცი, გამოწვევა იმის, რომ იყო აქტიურად ჩართული პოლიტიკაში. წიგნი, რომელიც ამ საკითხის ინსპირაცია გახდა, არის ანტონიო ტაბუკის მიაჩნია პერეირას, რომელიც ეხება პორტუგალიაში სალაზარის პერიოდს, არის 38 წელი და მე რო სიტავხედე შევიმცირო ახლა და ამიტომ პირდაპირ ხათუნას დაუთმო, უკეთესი იქნება, რომ ხათუნა ცხადაძე არის ამ წიგნის მთარგმნელი და ცოტა წიგნზე რო გითხრა და პირდაპირ მე დილემაზე შენთვის როგორც მოქალაქისთვის, ან თქვა ამ წიგნის თარგმნა რატო გადაწყვიტე და დღეს მისი აქტუალურობა როგორ წარმოგიდგენია ხო? გამარჯობა. ეს წიგნი არის ნიშნული ავტორის ანტონიო ტაბუკის რომანი. მისი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ავტორია, მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და ყველაზე გახმაურებული და რა ვიცი, ალბათ თუ კი რამე ენაზე ითარგმნება იტალიური ლიტერატურა ყველაზე ნათარგმნი. და იცი რა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, მე რო ეს ვთარგმნე ახლა 15 წლის წინ და თუ რომელი ამდენი 10 წლის წინ აღარ მახსოვს, ესე არ იდგა, შეიძლება საკითხი ასე მწვავედ როგორც ახლა ჩვენ ეს წინაშე ახალ, მაგრამ ყოველთვის არის აქტუალური, იმიტომ დაწერა ტაბუკმა 1990 ტაბუკი 1992-ში ეს წიგნი, რომ აქტუალური იყო მაშინაც და მერეც და იქამდეც რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა ეს ფაშიზმი ახლა და სალაზარის რეჟიმი არის, რა ვიცი, ესეთ მეტაფორულად ნებისმიერი რეჟიმი არის, არ არის კონკრეტული აქ, თუმცა კონკრეტულ ამბებს ეხება, მაგრამ ნებისმიერ რეჟიმს ეხება ეს. ეს არის ინტელექტუალზე წიგნი, პერეირა არის მთავარი პერსონაჟი და არის ინტელექტუალი კაცი, მთარგმნელია და ჟურნალისტი, თუმცა ლიტერატურული გვერდი, ჟურნალისტი ადრე იყო, რასაც ქვია, მუშაობდა წერდა ჟურნალისტურ საქმეებს ეწეოდა და მე გადაერთო ლიტერატურულ საქმიანობაზე და ახლა არის ამ გაზეთის დიდი მნიშვნელოვანი გაზეთის ლიტერატურული გვერდის რედაქტორი და მიყავს ხოლმე ეს გვერდი. ერთი კაცია რეალურად თვითონ აკეთებს ყველაფერს. არჩევს მასალას, აქვეყნებს, თარგმნის და იმასაც, რასაც თარგმნის ხელსაც არ აწერს, იმიტომ რომ არ უნდა რომ გამოვიდეს, რომ რაღაცა ყველაფერს თვითონ აკეთებს. ეგ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფინალი სხვანაირია. ხო. და ძალიან ის არის, რა ქვია, და თარგმნის უწყინა ლიტერატურას თარგმნის მაგალითად ფაშისტური რეჟიმია ხო 1918 წელი თარგმნის მე-18 საუკუნის ავტორებს, ფრანგებს თარგმნის და უყვარს ფრანგი ავტორები და ყველანაირად იცილებს თავიდან იმ მდგომარეობას, რომ დაინახოს რამე და მაშინაც კი როცა ხედავს, ამბობს, რომ ფიქრობს, რომ შეუძლია ამისაგან გამიჯნულად ცხოვრება. სანამ იმე ბრალს არ მიაცხრილავენ იქვე, მერე მის საყვარელ ხილბოსტნის გამყიდვას არ მიაცხრილავენ იმ თავის ხილის დახლებზე და ძალიან ისე ვიზუალურად არ დაინახავს ამ სისხლის წვეთებს და შხეფებს. და აი ესე როგორ შემოდის, პირდაპირ სისხლით შემოდის ხოთაშორის, როცა არ აღიარებს ადამიანი, ხო ამ იმაში კონკრეტულად ეს ჩვენი ინტელექტუალი, რომ მის თავს რაღაცა ხდება და მის თავსაც უფრო სწორად რაღაცა ხდება, აი ესე სისხლის შხეფებით შემოდის პირდაპირ ის, რაც სხვების თავს ხდება და აიძულებს, რომ დაინახოს ეს, ანუ შეუძლებელია ყვითელ ნესვებზე გადაწუწული სისხლი არ დაინახო, ხო? აი ეს პირველი ისეთი სცენარი. და მთელი წიგნი არის აი ამაზე, როგორ რო ისაუქნათ, ანუ თვითონ ეს ციტატა მაქვს, ხო? კულტურის მიმართულება აქვს გაზეთში და ეს რაღაც ამას, რომ მე მხოლოდ საკუთარ თავს და კულტურაზე ვფიქრობ, ესაა ჩემი სამყარო. და ფიქრობ ზუსტად ეს არის ერთ-ერთი აზროვნების რაღაცა მოდალობა, ან აზროვნების წესი, რომელიც გეუბნება, რომ ეს შენი სამყარო და სამყარო, რომელიც გარეთ არის ორი სხვადასხვა რაღაცა.
და მინდა რომ ეხლა ჩვენ აქ ვინც ხედავთ ყველას გვაქვს ჩვენი სამყაროები, მაგრამ რაღაცნაირად არ გავმიჯნეთ საერთო ქართული თუ ადამიანური სამყარო ამ ჩვენი პირადისაგან და რაღაცები გავაკეთეთ და თქვენც ეს გამოცდილება გაქვთ. ზოგადად ეს საკითხი რომ დავსვათ, რომ აქვს თუ არა უფლება, მოდი ცოტა მორალურადაც რო ისაუბროთ, რომ ადამიანს ესე შემოისაზღვროს ეს თავის სამყარო და პერერას გავსად შემოხაზოს და თქვას, რომ ეს არის ის, რაც მე ვაკეთებ და გაითვალისწინეთ, რომ მორალურად ის არ ფიქრობს, რომ ცუდს აკეთებს რაღაცას, ხო ამბობს, რომ რა ვიცი, მე პროფესიონალი ვარ და აბა რა უნდა გავაკეთო, ეს არის ჩემი საქმე და როგორ უყურებთ ამ საკითხს, აი ამ სამყაროების დაჯახება როცა ხდება, ან სანამ მოხდება, რა ვიცი, ადამიანს აქვს თუ არა ზოგადად ეს უფლება, რომ ცალ-ცალკე იყოს გამოყოფილი თავის სამყაროში, როგორც მოქალაქე რა. ხო, ძალიან საინტერესო არის ეს ხედვა, რაზეც ჩვენ საუბრობდით, რაზეც უნდა ვისაუბროთ და მე ამავდროულად ორი წიგნი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით. ერთი არის გაბრიელ გარსია მარკესის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, მეორე არის ელიას კანეტის დაბრმავება და ერთიც და მეორეც აი რაც თქვენ აღნიშნეთ ამ შემთხვევაში ამ დაბრმავების პროცესს, ამ სხვა თვით დაბრმავების ამბავე სინამდვილეში და არა მხოლოდ ამ ადამიანს როგორც თქვენ ამბობთ და როგორც წიგნი აღწერს სინამდვილეში აზროვნების პრობლემა არ აქვს საერთოდ, ან დანახვის პრობლემა არ აქვს. პირიქით ადამიანი, რომელიც ინტელექტუალური შრომით არის დაკავებული, მას ბევრად უფრო მეტი ნიუანსის დაჭერა შეუძლია. უბრალოდ როგორც ჩანს თulis რომ პირადი კომფორტის, ან რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ეს მაინც და მაინც რაღაც განსაკუთრებული კომფორტი და ლუქსი არ იყოს ამ შემთხვევაში, მაგრამ მისთვის როგორც სულიერი ბედნიერება და სულიერ ბედნიერებასთან გადაჯაჭვულობა შეიძლება იყოს ეს, მაინც იბრმავებდეს თავს, იმიტომ რომ რაღაცნაირად დარჩეს თავის წიგნებთან, დარჩეს თავის თარგმანებთან, დარჩეს თავის ჟურნალთან და მკითხველებთან და ასე შემდეგ და იქ პოვოს ბედნიერება, შეიძლება ითქვას, ამას ბევრი აკეთებს. რატო გამახსენდა ამ შემთხვევაში მარკესის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა? ფაბულა აქ ცოტა სხვანაირად არის, რომ ამ შემთხვევაში თავად საზოგადოება მთლიანად ქალაქის მთელი ყველა მოსახლე იბრმავებს თავს, ან პირდაპირ გამოცხადებულია, რომ აი ესა და ეს კაცი ჩვენ უნდა მოვკლათ, ძმები ამბობენ და არავინ და თან როგორ აკეთებენ, უნდათ რომ გაექცნენ თავად ამ პასუხისგებლობას და ყველასთან მიდიან და ეუბნებიან, რომ ჩვენ ამის მოკლა გვინდა, ჩვენ ვაპირებთ, რომ მას ხელი გამოუჭრათ. მაგრამ საბოლოოდ იძულებულნი არიან, რომ სიტყვა არ გაწეხონ, ეს ერთი. მეორე ნაწარმოები, რომელიც ვახსენე, ეს არის ავსტრიელი მწერლის ელიას კანეტის არაჩვეულებრივი რომანი, რომელიც იმედია, რომ ქართულად როდესმე ითარგმნება, ქვია დაბრმავება, შეიძლება ცოტა სხვანაირადაც ითარგმნოს, ცოტა რთულია. ამის ძალიან ისეთი კონკრეტული თარგმანი ზუსტი როგორ იქნება, მაგრამ აქაც ძალიან საინტერესოა, რომელიც ამავდროულად ეხმიანება ტაბუკის ამ ნაწარმოებს, იმიტომ რომ იქაც ცენტრალური ფიგურა ეს არის პროფესორი, სინოლოგი, რომელსაც ქალაქის ცენტრში აქვს თავისი პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც დაახლოებით 30,000 შეიძლება მეტ წიგნს იტევს და ეს ადამიანი საერთოდ არ გამოდის ამ ბიბლიოთეკიდან და მთელი ეს ამბავი არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ მიდის რეალობა იმ ადამიანთან, რომელიც უარს ამბობს რეალობასთან ურთიერთობას. ზუსტად ამაზე არის და მე მგონია, რომ როდესაც აი ამ დილემაზე ვლაპარაკობთ, როცა აი ამას თქვათ უსვავთ ხას, ფაქტი არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ჩვენ როგორი თეორიებიც არ უნდა შევქმნათ, როგორი ინერტულობის და ჩვენი თქვათ ესე რომ თქვათ გვერდზე გაწევის, ნეიტრალურობის და ასე შემდეგ გამამართლებელი წინადადებები და თეორიებიც არ უნდა ჩამოვაყალიბოთ. რეალობა და სინამდვილე ისეთი ძლიერი რამაა, რომ ის აუცილებლად მოახდენს ამ ყველაფრის დეფორმირებას და მოგვევლინება თავის ყველაზე სასტიკი სახით. და მე მგონია, რომ საქართველოში დღეს, როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ და თავიდანვე აღინიშნა, რომ ტაბუკი ძალიან პოლიტიკური მოაზროვნეა. ერთი რაღაცა არის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა გვიმტკიცებს ყოველ წამს და ყოველ წუთს იმას, რომ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ჩვენ გვინდა გვერდზე გავდგეთ, ჩვენ ვართ ნეიტრალურები, ჩვენ არ გვაინტერესებს. უბრალოდ არ გამოგვივა და ის შემოვა ჩვენს ყოველდღიურობაში და შემოვა, როგორც თქვი, ძალიან სახიფათო სახით. რაც როგორ გითხრათ,
ვიცი, თლათ კარგ მომავალს არ გვიქვადით არა მარტო ჩვენ, არამედ მთლიანად საზოგადოებას და მე მგონია რომ დილემა რომელიც აი ამ შემთხვევაში შეიძლება წამოჭრილ იქნას არის თვითონ იმ ცრუ ხედვიდან გამომდინარე რომ ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ აქ არის ჩემი ინდივიდუალობა ცალკე და არსებობს ცალკე საზოგადოება და მე შემიძლია ცალკე საზოგადოებისგან განცალკევებით ვიცხოვრო როგორც ღმერთმა შეიძლება ითქვას ხო ანუ თვითონ არისტოტელეც ხო ამას ამბობს რომ ადამიანი რომელიც სახელმწიფოს გარეთ ცხოვრობს ან პირუტყვია ან ღმერთი და ბევრს გონია რომ ღმერთია მაგრამ სამწუხაროდ როგორც თქვით პირუტყვით სიტუაციაში ამთავრებს. მაგაზე მაი ცოტა უკვე კონტურები გამოიკვეთა, თქვათ რა არგუმენტები შეიძლება რომ იყოს ან ერთ მხარეს ან მეორე მხარეს და მნიშვნელოვანია რომ გავყვეთ უბრალოდ გოტას მინდა რომ შესავალი სახით. მე ესე იგი რადგან ამ ნეიტრალურობაზე ვლაპარაკობთ, ერთი მხრივ კი ეს არის თავის დაბრმავება, მაგრამ მე მინდა ესეთი ამბავით შემოვიტანო რომ მეორე მხრივ ეს არის ნაწარმოები, ხო? ანუ ამის წარმოება ხდება, ამ ნეიტრალურობის წარმოება ხდება, ხო? და ეხლა აქ სანამ მოდიოდი რაღაც სამეცნიერო ლიტერატურასაც რო ჩავხედე, პირველი ვინც გამახსენდა ეს ნოამ ჩომსკი იყო, რომელიც წერდა ამ თანხმობის წარმოებაზე, ხო? და პრინციპში იგივე აი რაშიც ეხლა ბოლო 200-ზე მეტი დღეა ჩართული ვარ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, ზუსტად ეს არის, ხო? რომ ანუ რასაც და პრინციპში აი მართლა კლასიკური მაგალითია, როგორ ხდება ამ თანხმობის წარმოება, ხო? ეს არის პური და სანახაობა, ხო? ეს არის რაღაცა გაშავება კონკრეტული ადამიანების და ეს აი რასაც მართლა ყოველდღიურად თუნდაც ტელეიმედს რო გადართავთ ეს ვინ არის და ხო ანუ აი მართლა კლასიკური მაგალითი არის ხო მეგაშოუები ეს რაღაცა სენსაციურობა მერე მტრის ხატის შექმნა მერე რაღაცა კონკრეტული ჯგუფების ესე გაშავება მართლა ხო მტრის ხატის შექმნა ნეიტრალურობას ადამიანის ნეიტრალურობისკენ როგორ უბიძგებს რა არა კი ბატონო მაგრამ აი ის თქვათ ეს მეგაშოუები და ეს რაღაცა დადგმები ხო ნუ გათიშვის გათიშვის კი რა თქმა უნდა ხო და ანუ და იგივე თქვათ სალაზარის პერიოდში ეს იყო მათ შორის რელიგიით ხო ლეგიტიმაციის გამყარება ხო და ჩვენ შემთხვევაშიც თუ შევხედავთ პრინციპში აი ეს ორი ინსტიტუცია არის მედია და ეკლესია რომელიც თქვათ ამაზე არის ორიენტირებული რომ ადამიანები მართლა ნეიტრალურებად რაღაცა წარმოაჩინონ ან თავი წარმოუდგინონ და არის კიდე ესეთი ამერიკელი ისტორიკოსი არის ჰოვარდ ზინი რომელიც ამერიკის ისტორიას უფრო აი რაღაცა ჩაგრულთა პერსპექტივიდან წერს და ესეთი წიგნი აქვს დაწერილი რომ არ შეიძლება იყო ნეიტრალური მოძრავ მატარებელში და ამ მოძრავ მატარებელს ეძახის სისტემას ხო რომელიც მოძრაობს რაღაცა კონკრეტული მიმართულებით ამ შემთხვევაში რაღაცა ჩაგვრის მიმართულებით ხო ან ძალადობის მიმართულებით და როცა თქვა შენ ამ ნეიტრალურობას ირჩევ ეს არის უკვე შენი პოლიტიკური განაცხადი ხო ანუ და კი გეთანხმებით აბსოლუტურად რომ ის არის რა ქვია თავის დაბრმავება არის მაგრამ ნუ არჩევანი არის ესეთი რასაც მაინც საბოლოო ჯამში გაცხადებულად თუმცა აკეთებ ბოდიში რომ ეს გაწყვეტინებ თუმცა უნდა ითქვას რომ ეს მეგაშოუები და მთელი ეს თქვა პროპაგანდისტული მანქანა თუ იდეოლოგიური მანქანა სინამდვილეში ეხმარება ნეიტრალურობის ილუზიის შექმნაში ხო კი თუმცა მე რა თქმა უნდა მაგასაც ვამბობ რომ სინამდვილეში შენ როდესაც ამას აკეთებ ნეიტრალურობა იქ აუცილებლად იკარგება საერთოდ ადამიანი თავისი არსით ვერ იქნება ნეიტრალური. ის სადღაც ყოველთვის რაღაც კონკრეტულ ადგილას დგას, რაღაც კონკრეტული ფიქრით ფიქრობს, რაღაც კონკრეტულ საზოგადოებაში ცხოვრობს და ამ საზოგადოების პრობლემებს თავის და უნებურად, როგორც არ უნდა ებრძოდეს, ამას თავის და უნებურად ეხება. ხო, მაგრამ ცოტა ის რო ვქნათ, ხო შემოვიტანოთ ის პერსპექტივა, მაგრამ დილემაზე რა ხან საუბრობთ და ხო ეგ ის არის, ხო და ნიშნავენ რა არის რა რომ რაღაცნაირად ეს მხოლოდ ნაწილს არ უდგას არჩევანი, ხო? ყველა მოქალაქეს ყოველთვის უდგას ერთ და იგივე არჩევანი, მაშინ დილემა არ იქნებოდა რა, ანუ ესე არის, რომ მეც თქვენს ყოველდღიურად, როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ეგ არჩევანი გვაქვს, ხო? და ეს არ არის თქვათ რაღაცა, რომ თქვათ იდეოლოგიურად გადავწყვიტეთ და დღეიდან ვიქნები მარტო ამ იდეოლოგიის მომხრე და ყოველთვის აქ ვიქნები სიტყვაზე ან რელიგიური ან სხვა ტიპის არჩევანი, ხო? ეს არის რომ აი დღესაც შვები როგორც მოქალაქე, აი დღესაც ვაქტიურობ, დღესაც გავდივარ თუ დღეს გადავწყვეტ რომ სახში წავიდე და აღარაფერი არ გავაკეთე, ხო? მაგრამ
ამიტომ რაღაცნაირად ხომ არ არის ბუნებრივი, მე რო მაგ პერსპექტივიდან დავსვე შეკითხვა, ზოგადად ადამიანის მისწრაფება იმისკენ, რომ გათიშული იყოს პოლიტიკური პროცესებისგან. ანუ საერთოდ რა მაგის საქმე არის სინამდვილეში, ესეთი შეკითხვა დავსვათ, რომ მე ოჯახს ვარჩენ, სამსახური მაქვს, ბავშვს ზრდი, რაღაც გეგმები მაქვს. პრინციპში იდეოლოგიურად გაუნათლებელი ვარ, ანუ დიდად არ ვერკვევი და არც ლიტერატურულ მაგს საკითხით მაგ მართულებით საკითხული, მაგრამ არაფერს არ ვაფუჭებ როგორც მოქალაქე. ანუ კანონებს ვიცავ და რატომ არა მაქვს უფლება, მოდი ესე ვთქვათ რა, რომ მართლა ვიყო აი ამ შემოხაზულ პატარა სამყაროში და რაღაცნაირად კაცობრიობის ისტორიასაც რო გადავხედოთ, დიდი ნაწილი კაცობრიობის ესე ცხოვრობდა, ანუ მაგალითად ფეოდალიზმში გლეხის ცხოვრება იყო ეგ, ხო? ანუ შენს მიწას ამუშავებ, მესმის რომ თქვა მონღოლები რო შემოდენ, უცებ აღმოჩნდება რომ პოლიტიკამ რაღაცები გადაწყვიტა, მაგრამ დანარჩენ პერიოდში ვაკეთებ ჩემს საქმეს და ეს ტოტალიტარული ან ავტორიტარული სისტემები კი ცდილობენ რომ აი რაღაცა ფეოდალურ სისტემას დაუბრუნონ ადამიანი და უთხრან რომ შენ პოლიტიკისგან გამიჯნული ხარ, მაგრამ თავად ადამიანის ხო არ იძლევა ამას, რაღაცა ბუნებრივი ინსტინქტი უფრო ხო არ არის ის, რომ მე ჩემ თავს მივხედო, ვიდრე ვიყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აი აქედან გამომდინარე, რომ მე ერთი არის დაბრმავებაზე როცა საუბრობ, აქტიური აქტია, ხო ეს ანუ რაღაც იბრმავებ ძალისხმევას ხარჯავ. ხო, მაგრამ აპოლიტიკურობა მე რასაც უყურებ, ხალხი ეგეთ ძალისხმევას არ ხარჯავს, რა პოლიტიკური იყოს. უბრალოდ ამბობენ, რომ აი არ მინდა რა და არ მინდა. აი ამის უფლება არ აქვს ადამიანს ზოგადად, აი რა ვიცი, რითი უმტკიცებთ, რომ პირიქით უნდა იყოს ჩართული. ლევან, შეიძლება რომ მე მაინც ცოტას ზედმეტს ვიაქტიურებ ამ შემთხვევაში და მე დაგითხრობთ რა. ასპარეს ყველას. უბრალოდ რას ვამბობ, რომ შენ ერთი მხარე აღწერე ჩემი აზრით აი ამ პრობლემისა, რომელიც შეიძლება ეგრეთ წოდებული რიგითი მოქალაქის დილემა იყოს, ერთის მხრივ, რომელიც გეუბნება, რომ მე ვშრომობ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და თავი დამანებად 4 წელიწადში ერთხელ მივდივარ მაგალითად არჩევნებზე ვაძლევ ხმას და მე დელეგირებას ვაკეთებ ჩემი უფლებების და თავი დამანებად 4 წელიწადში ისევ შევხვდებით. ეს ერთი, მაგრამ მეორე თავად ეს წიგნი, რასაც ეხება, მე მგონი ცოტა კიდევ დამატებითი ამბავია, რაც უკვე შემოქმედებითი ადამიანების პრობლემასაც განიხილავს. იმიტომ რომ რეალურად შემოქმედებითი ადამიანისთვის სულ მუდმივად არსებობს ეს დილემა. თუ შეიძლება ჩვეულებრივ, ეგრეთ წოდებულ ჩვეულებრივ მოქალაქეს ჰქონდეს, თქვა, ოჯახური ბედნიერების დილემა, შემოქმედებითი ადამიანს აქვს ის, რომ მან უნდა მოასწროს რაღაცა, მან უნდა დაწეროს, მან უნდა თარგმნოს და საერთოდ არ აქვს იმის დრო, შეიძლება ითქვას, რომ აი ასეთ სოციალურ, ყოველდღიურ, პოლიტიკურ, აი ამ აურზაურში და ამაოებაში ჩაებას, იმიტომ რომ იმდენად დიდ საქმეს ეხება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეიძლება დარჩეს და მე მგონია, რომ ეს ყველა ხელოვანს, ყველა მოაზროვნეს, ყველა მეცნიერს ამგვარი დილემა შეიძლება დაუდგეს და ესეც მათთვისაც ჩემი აზრით ასევე ცრუ დილემაა, იმიტომ რომ ისინი იმდენად დაიზიანებენ თავს საბოლოოდ, რომ რეალურად ეს ისეთი ტრავმა მგონია ადამიანისთვის, რომელიც თუ თქვა რაღაცა დათმობს, მე ის ვერაფერს ვეღარ გააკეთებს, ანუ ვეღარ მოახერხებს ამ ტრავმისგან რაღაცნაირად თავის გამოხსნას, იმიტომ რომ მით უმეტეს ინტელექტუალური ადამიანი და ჭკვიანი ადამიანი, ხელოვანი ადამიანი თავის დაუნებურად მაინც მაღალ მორალურ სტანდარტებს დაუწესებს საბოლოოდ და საბოლოოდ ეს მას ტრაგიკულ შედეგამდე მიეყვანს. აი მე მგონია, რომ ეს ორი მხარეც უნდა დავამატოთ, რომ თქვა ერთის მხრივ და თან ამავდროულად ეს აროგანტულობა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეგრეთ წოდებულ ინტელექტუალს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რამდენად ამაო და ფუჭია, თუ კი იგი თავის თავს ვერ განიხილავს აი ამ საზოგადოების ორგანულ ნაწილად. ხო, ხათუ რაღაცები ბევრი ჩაიწერე, ამიტომ მეკითხე უბრალოდ ერთ ციტატას აი ლევანს იმას ვიზამ ამ წიგნიდან და მაგაზეც რო ისახო, რა. ეს თქვა პერეირამ, ხო არა. დიალოგი არის მატარებელში ქალბატონთან და ეს რაღაც ქალბატონმა დელგადომ მინერალური წყალი მოსვა. მაშინ რამე მოიმოქმედეთ. როგორ რამე ჰკითხა პერეირამ, რა ვიცი თქვა ქალმა, თქვენ ინტელექტუალი ხართ, თქვით რაც ხდება ევროპაში, თავისუფალი აზრი გამოხატეთ, მოკლედ იღონეთ რამე. და პასუხი არის, რომ მე თომას მანი არ გახლავართ, ერთი მოგზალებული საღამოს გაზეთის კულტურის გვერდის უჩინარი რედაქტორი ვარ. მხოლოდ
გახსენებებს წერ გამოჩენილ წერილებზე. მე-19 საუკუნის ფრანგი ავტორების მოთხრობებს თარგმნი, ამის მეტი არაფერი შემიძლია. აქ აროგანტულობა არ არის რა, მართლა საკუთარი თავის აღქმაც არის, რომ ძალიან ვიწრო არის რა. ცოტა ისეთი რამეა. მაგას მოგებრუნდებით შენ როგორც თქვი. იცით რა, მე ხა არ ვიქნები სწორი თუ აქ არ გამიჟავ თუ რაღაცას მე მაინც ლიტერატურის კუთხით უყურებ ამ ყველაფერს. ერთი საკითხია თუ ჩვენ ლაპარაკობთ ავტორის, როგორც ადამიანის და სოციუმის ნაწილის და ზოგადად პიროვნების ჩართულობაზე, პოზიციების გამოხატვაზე და მის ასე ვთქვათ რაღაცა სამოქალაქო ზოგადად პოზიციებზე არსებობს ეს პოზიციები და ეს ერთი საკითხია და მეორე საკითხია თუ ჩვენ ლაპარაკობთ ლიტერატურაზე და რამდენად უნდა იყოს ვთქვათ რაღაცა პოლიტიკური შინაარსი დატვირთული არაპირდაპირ გაგებით რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცნაირად იმის ამსახველი რა ჩვენ გარშემო ხდება მხატვრული ლიტერატურა. რაც შეეხება ინტელექტუალს ხომ, წერალს, ავტორს ვერ უბიძგებ იმისკენ, რადგან ის არ გრძნობს და სადაც მას არ უნდა. უბრალოდ თავის მოტყუების კომპონენტი რამდენად არის ამის აი ამ პოზიციაში და ამ არჩევანში, რომელიც შეიძლება მართლა იყოს არჩევანი და შეიძლება იგონოს რომ არის არჩევანი, ხო? აი ეს კი არის ნამდვილად საკამათო თემა. და რაღაც მომენტებში, ხო, თომას მანი არ არის აუცილებელი რომ იყო ქვეყნის რაღაც ადამიანი სოციალური ცხოველია და სოციალური არსება ვართ, ჩვენ არ დავბადებული ვართ რაღაც ესე განყენებულად, მაშინ სხვანაირი ის იქნებოდა ჩვენი საზოგადოება, სხვანაირი ფორმირება იქნებოდა თავიდან ბოლომდე და არა ისეთი როგორიც ვართ, ხო? ამიტომ რაღაცა ტიპის მორალური ვალდებულება ჩემთვის მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი პირადი აზრია რა თქმა უნდა ინტელექტუალს აქვს იმიტომ რომ ინტელექტუალს მიეცა მეტი რესურსი და მას აქვს პრივილეგია თუნდაც იმიტომ რომ მიეცა მეტი განათლება და მეტი შესაძლებლობები რესურსი კარგი სიტყვა ალბათ ამისათვის როგორც პაზოლინი ამბობდა არჩევრი ესე აქვს დაწერილი რომელზეც ჩამოს რომ მე ვიცი ამიტომ მე რო ვიცი ეს მე მავალდებულებს ორმაგად, ათმაგად, ასმაგად და ჩემგან არის უპასუხისმგებლობა, უნამუსობა, არაკეთილსინდისიერება, რომ მე არ ვთქვა სახელების პირდაპირ ამბობს. უნდა ვთქვა სახელები, იმიტომ რომ მე ვიცი, რაღაცა არ იცის და ვინც არ იცის და იმას მე გამიმართლა ბევრი რაღაცის გამო, თუნდაც იქსაც დავიბადე, თუნდაც ის რომ პაზოლინი რომ უნჯერესი ადამიანი და ეგეც გამართლებაა, ხო, როცა რაღაცა მონაცემებით იბადები ადამიანი. ამიტომ მე მაგალითად პირადად მიმაჩნია, რომ ნამდვილად არის ეს რესურსი, რომელიც უნდა გამოიყენო რაღაცა სიტუაციებში და მე შენში ამ შემდგი კიდევაც მე ძალიან შორს ავარ იმისაგან რომ ვიღაცებს მივთითო კონკრეტულად ან ვიღაცა გალანძღო როგორც იციან ახლა ჩვენთან სოციალურ ქსელებში ამას მე ამის უფლებას ჩემთავს არ მიცემ, მაგრამ მე პირადად ასე მიმაჩნია, რომ ადამიანს ინტელექტუალს, რომელიც აი ესეთ გარემოში ნამდვილად არის პრივილეგირებული და რესურსების მქონე ადამიანი, აქვს რაღაცა ვალდებულებები. ეხლა ეს, ანუ, მისი, თქვათ, მხატვრული ნაწარმოებებისაგან განსხვავებით. ეხლა აქ არის კიდე ერთი რაღაცა, იცით, ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის პიროვნული პასუხისმგებლობა, რაზეც გოტა ლაპარაკობდა, ხო, აი ეს სიგიჟე, რასაც ჩვენ უყურებთ და მედია რასაც აკეთებს, ხო, აი ამ დაბრმავებით და თვალების დათხრით ადამიანებისთვის და გამოშტერებით, პირდაპირ ვიტყვი, არ არის ცუდი სიტყვა ეს, მაგრამ ასე გამოდის, მათი მცდელობა ეს არის ყოველ შემთხვევაში. იცი რა, ეს არის პიროვნული პასუხისმგებლობის, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მოშლის მცდელობა, რაც არის ძალიან საშიში, რაც მე და ეს ძალიან მოხერხებულია ადამიანებისთვის, როცა ისინი ფიქრობენ, რომ მათ არ აქვთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მაინც ვიღაცა წვეთს. მე ეს მთელი კონსპირაციონიზმი და ეს გიჟეების აიდან რა იქ ვიღაცა ხო არიან ტიპები, რო შეხედნა ხოლმე სახში და რაღაცა რო გეტყვიან ხოლმე რაღაცას რო იტყვი პოლიტიკას და მოიცა ყველაფერი გადაწყვეტილია რო იტყვიან ხოლმე ანუ ეხლა ამას პასუხი არა ვინ გადაწყვეტა ვინ არის ეს რაღაცა მასონები არიან თუ ვინ ჯანდაბა deep state მაგრამ ამისი დაჯერება ადამიანისთვის ხო ამაზე ძალიან საინტერესო წერდნენ მეცნიერები ეს არ არის რა თქმა უნდა ეს ახალი აღმოჩენა უამრავი იგივეს ავტორი რომელსაც მე ძალიან ბევრი წელი მიუძღვენი უმბერტო ეკო ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობს როგორ ხდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გათიშვა ადამიანში და როგორ შენდება შეთქმულების თეორიები და რა მოხერხებულია ეს ადამიანს რომ იწმუნოს რომ ის მაგივრად ეს არის ზუსტად აი ეს არის ყველაზე საშიში ადამიანს რომ ის ინტელექტუალური არსება ჩემთვის ჩემი აზრით ხო არ მარტო ჩემი აზრით და მიეცა გონება სხვა ძუძუმწოვრებისაგან განსხვავებით აბსტრაქციის უნარი მეტყოლების უნარი და ჩვენ ეს არის ხო არსებით ჩვენ ფიზიოლოგიურად ძალიან გავართ სხვა ცხოველებს
ჩვენი განმასხვავებელი გარდამეტყველებისა არის ის, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარის სხვაზე გადატანის უნარი. მე არ მჭირდება შვილი მყავდეს, ჩემი შვილი მოკლან და ჩასვან ციხეში, რომ მივხვდე რა უბედურებაა სხვის თავს. მეტიც, მე საერთოდ არ მჭირდება შვილი მყავდეს, რომ ეს ვიგრძნო. ხო? ეს ემპათია დაარქვი ამას, ახლა ემპათიის მარტივ უნარებს და არც მარტივ ცხოვრების ძალიან არ, მაგრამ აი ეს შენის აი ეს საკუთარის დანახვის, სხვასთან მიმართებაში საკუთარის აღქმის უნარი მხოლოდ ადამიანს აქვს. ამიტომ ადამიანს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, მით უმეტეს ინტელექტუალურად. მე ასე ვუყურებ ამას და აი ამის გათიშვის ცდილობებია ახლა ეს ყველაფერი, რასაც ესეთი ხელისუფლებები აკეთებენ, ხო? როგორც არის, თქვათ ჩვენ როგორც დაგვეპატრონა აი ესეთი ხელისუფლება, ხო? შესაბამისად, ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ეს მოხერხებული პოზა არის. ეს არის მოხერხებული პოზა ძალიან ყველა ფენის ადამიანისთვის და ახალგაზრდისთვის, უფროსი თაობისთვის, ხო? და ამიტომ ამიდან გამოგლეჯა არის პასუხისმგებლა ეს რაღაცა პერეირას ის რომ მე არა ვარ კაცო თომას მანი. პერეირაც ფიქრობს, რომ იქ ვიღაცები რაღაცებს და თვითონ დაждდება წყნარად თარგმნის რაღაცებს, მაგრამ იქ და გამოაჩენს, რომ დამლაგებელი ხალიც კი უსმენს და ყველგან და ყველაფერი მასაც კი. თუმცა ფიქრობს, რომ სრულად უსარგებლო არსება არის პოლიტიკისთვის. ხო? რაღაცა ფრანგი ავტორების თარგმნელი კაცი აღმოჩნდება, რომ მისი ტელეფონიც ისმინება და ყველაფერი დამლაგებელი ხალიც კი არის იმის შპიონი, რა ქვია მაგას ქართულად, ჯაშუში. ხო? ამიტომ აი აქედან აი ეს ამ ტიპის გამოღვიძება და ამ ტიპის პასუხისმგებლობებზე მითითება და ადამიანებში აი ამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამოღვიძება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არის აი ამ ვითომ ნეიტრალურობის თუ რაღაცა აი ამ ნიღბის ქვეშ ამოფარებისგან თავის დაცვის ჩემი აზრით ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა. პოლიტიკურ სიტუაციას რომ არ ეხებოდეს, მაინც საშიში მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი. მეტი არაფერი. მე ასე უყურებ, ახლა კიდე მაქვს იქ რაღაცები, მაგრამ არ მინდა რომ ბევრი დრო წავიღო და მე კიდე რაღაცებს ალბათ ვიტყვი. კი ბატონო, აგერ ვართ, კოტა. ხო, ანუ მეც მგონია რომ აბსოლუტურად ეთანხმები რა, ანუ მართლა ადამიანის მოშლა არის, მაგრამ აი რა კითხვაც შენ დასვი რომ რატო არ აქვს ამის უფლება, ხო? ნუ მორალურად ცხადია რომ არ აქვს, მაგრამ მეორე მხრივ არის მართლაც პრაგმატული არჩევანი. მათი, ხო, ეს ნეიტრალურობა, რომ შენ პრინციპში არ ერევი, გარედან უყურებს სიტუაციას. ერთი არის რომ თქვა საითკენაც ქარი დაუბერავს შემდეგ იმ მიმართულებას აირჩევ და ამას აკვირდები, ხო? ფაქტობრივად დამკვირვებლის პოზიციაში ხარ და რომელი თქვა მხარეც აჯობებს, იმას აირჩევ, ხო? აი ხა ისევ რო ამ გადაცემისთვის ვემზადებოდი, რამდენი ვთქვათ მაგალითი გვაქვს თუნდაც რაღაც ისტორიიდან, აი მეორე მსოფლიო ომის თუნდაც და დიოგენეს აქ ეს ერიკ უარის დღის წესრიგი ნათარგმნი, რომელიც კარგად აღწერს მეორე მსოფლიო ომის წინანდელ პერიოდს და როგორ შეკრებენ იქ გერინგი და ჰიტლერი ბიზნესმენებს და როგორ ესაუბრებიან და ეუბნებიან, რომ ანუ რა უნდა გააკეთონ. და ესენი წყვეტენ, რომ ანუ პრაგმატულად ურჩევნიათ რეალურად რა, რომ აი თუნდაც თქვათ რაღაც არის თავიანთი ოჯახები დაიცვან, თავიანთი ბიზნეს ინტერესი დაიცვან, თავიანთი ფინანსური ინტერესი დაიცვან და შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დღეს გვირჩევნია, რომ ჩვენ ეხლა ამ ხალხს მხარი დაუჭიროთ და ისევ თქვათ ჩვენს იმაზე ვიზრუნოთ, ხო, კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ და მე ეხლა თან იყვნენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დღესაც არიან ძალიან ცნობილი, ძალიან ისეთი დიდი იქონების მქონე და მათ ისტორიაში დღეს ეს არ არის არსად ნახსენები, ხო? ისევე როგორც თქვათ შეიძლება შვეიცარიაში არ იყოს, შვეიცარიის ბანკებში არ იყოს ნახსენები, თქვათ როგორ დიდდებოდნენ ისინი თავის დროს, ისევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და ამიტომ ეს შეიძლება იყოს პრაგმატული არჩევანი მათი მხრიდან, რომ აი დღეს ესე უფრო უკეთესი იქნება, რომ აი არ ჩავერიო, არ ვიყო აქტიური, მაგრამ მეორე ისევ აი იმაზე მინდა ვთქვა, ვახსენო ერთი ორი ინსტიტუცია ვთქვი, ხო, რომ ერთი მედია არის, მეორე ეკლესია, რომელიც ამის წარმოებას ახდენს, მაგრამ მესამე არის, რასაც ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ, ეს არის განათლების სისტემა, ხო, რომელიც პრაქტიკულად, რა ვიცი, ადამიანის დაბადებიდანვე ამის მით უმეტეს ჩვენი ტიპის სახელმწიფოში, ხო, სადაც ვთქვათ, მაგალითად სკოლაში ბავშვები არ არიან აქტიურები, ან ყოველთვის ეუბნებიან, რომ შენი ადგილი იცოდი, ასე ვთქვათ, აქ არ გეთქმის არაფერი, ხო?
ის ცხადია რომ მე ვერ იქნება იმდენად აქტიური და ის ყოველთვის ფიქრობს რომ თქვა მისი ბედი გადაწყდება სხვაგან ხო და პრინციპში ამას დღეს ვუყურებთ ხო რომ აი რაღაც არ ჩაერიო პოლიტიკაში ეს შენი საქმე არ არის და ჯობია რომ თქვა დააკვირდე და იყო ამ იმაში რა ქვია ხო და პრინციპში აი ჩვენი როლი ამ შემთხვევაში ოღონდ მე რაც მგონია ხო როგორც რაღაცა მხარე ხო რომელმაც ავირჩიეთ ეს ჩვენი მხარე არის ზუსტად რომ ერთი ეს არის რაღაცა აი რასაც ფრეირე წერდა პაულო ფრეირე რომ ერთი არის რომ რაღაცა განთავისუფლება ამ ჩაგრული ადამიანების მაგრამ მეორე მხრივ მათიც ვინც თვითონ ჩაგრელი არის ხო იმიტომ რომ მათი ხო და ეს ხშირად საკმაოდ ის არის ხოლმე რა ქვია პრობლემური არის ხოლმე იმიტომ რომ ხშირად მე უბრალოდ როლები იცვლება რა და შენ სწორი რაღაც თქვი რაშიც გეთანხმები იმიტომ რომ ეს არასდროს არ მთავრდება და ის ნეიტრალური არჩევანიც აქედან გამომდინარე აი დღესაც ახლა მსოფლიოში რო ვუყურებთ შეიძლება მართლა დაფიქრდე და თქვა რომ აი კაი თქვა საქართველოში რაღაცა კონტექსტი შევცვალეთ, მაგრამ რო ვიყურებით სოფლიოში, ხო, აი რა კონფლიქტები არის, ომები, უთანასწორობა, მართლა იმ საშინელებები, ხო, იტყვი რომ აი ეს არასდროს არ დამთავრდება და რა აზრი აქვს ჩემს თქვა აქტიურობას და ჩარევას, როცა პრინციპში არსებით გავლენას და არსებით წვლილს მე იმაში ვერ შევცვლი, ხო, რომ ეხა აი პირობითად თქვა ისრაელი-პალესტინის ის რა ვიცი, ხო, საუკუნეებია უკვე ჩვენ მეორე სოფლიო ომის შემდგომ პერიოდს რო არ შევეხოთ, როდიდან არის ხო და ანუ იტყვი რომ იქ ეხა მე გავლენა არ მექნება და მოდი დავანებ მივხედავ ისევ ჩემს შვილებს მივხედავ თქვა ჩემს არ ვიცი ფერმას თუ რაღაცას და შეიძლება რა ამ პერსპექტივიდან ცხადია ეს არანაირად არ არის მორალურად სწორი და გამართლებული მაგრამ მე არგუმენტით ანუ ჩემი კონკრეტული ჩემი მაგალითით გავამყარებ ეხა შენ რასაც ამბობ ანუ როდესაც მე დავდექი აი ერთ-ერთი მაგდილემის წინაშე რა ანუ უბრალოდ თუ გახსოვთ როდესაც მიგრანტების კრიზისი იყო იტალიის სანაპიროზე თორსტები პატარა ბავშვის სხეული გამორიყა ხო და ეს სურათი გახდა ძალიან ნუ მაგ სურათმა დიდი გავლენა იქონია ზოგადად ამ საკითხის ხილვადობაზე და ნაწარმოებიც არის დაწერილი ის თუ გამახსენდება უცბად კომენტარებში დავწერთ და ეს ჩემთვის იყო რომ იმდენად არაფერ შუაში არ იყო ზოგადად როდესაც კონფლიქტებია ომი არის თან ბავშვის ანუ აპოლიტიკური არსება აბსოლუტურად ანუ არანაირი იდეოლოგიის მატარებელი უდანაშაულო აბსოლუტურად ხო რომლის გარდაცვალებასაც ვერანაირი გამართლება ვერასდროს ვერ ექნება, ხო? ანუ თქვა ეს დასრულების შემთხვევაში შეიძლება ვიღაცამ იდეოლოგიამ თქვას, რომ აი რა ვიცი, ნაციონალისტები ვარ და ისინი მტრები არიან და ამიტომ უნდა მოვეკლან რაღაც, გაიგებ. და ეს სურათი რომ ნახე, მე მქონდა ეგ განცდა, რომ საერთოდ რატო ვნახე რა. არა, იმიტომ რომ აი მე რა ჩემ თავს კი რა ვაბრალებ რატო ვნახე. როგორი სამყაროა, სადაც მე შეიძლება ვნახოს სურათი, ვნახო მოვლენა, რომელზეც მე რეაგირება უბრალოდ ვერ მექნება. და უცებ წარმოვიდგინე სამყარო მაგალითად რა ვიცი ხევსურეთში ცხოვრობ მე-13 საუკუნეში და ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება იმაზე რეაგირება გაქვს ან შეგიძლია რომ გქონდეს ხო ანუ თემში როდესაც რაღაცა მოხდება ვიღაცამ რა ვიცი თემს უღალატა ვიღაცა გათხოვდა ვიღაცამ არასწორად დაჭრა კენჭაობის დროს სხვა და ასე შემდეგ შენ როგორ თემს გაქვს საშუალება რომ თქვა რომ ესე იგი ჩემს სამყაროში რაღაც უსამართლობა თუ ხდება მე მაქვს მისი გამოსწორების შესაძლებლობა და თუ ეს ხელგეწიფება სამყაროში შენ აღადგენ ამ სამართლიანობას იქნება თუ სხვა ამ წესრიგს ხო რომელიც ჩვენთვის ძვირფასი არის და ჩვენი სამყარო ეხლა დღეს გოტა შეიძლება თქვი საერთაშორისო უფრო მარტივი ამბავი იმიტომ რომ მე როგორც ქართველს აბსოლუტურად არანაირი ბერკეტი არ მქონდა და მე ვიყავი ტრამვირებული იმით რომ მე ვიცი რომ სამყაროში ესეთი ტიპის უსამართლობა ხდება რომელსაც შეიძლება ბავშვი ნავით მშობელი ანუ მთელი ეს დრამა ტვინში გავიარე და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი რა ანუ აი ჩარიცხეთ სირიელი დევნილების დასახმარებლად ჩემთვის აბსოლუტურად არასაკმარისია იმისთვის რომ ბალანსი აღვადგინო რა ჩემი სულიერი ბალანსი რომ მეც რაღაცა გავლენა ვიქონია სამყაროზე და როცა წამოვიღო საქართველოზე ხომ არ არის თქვა დაახლოებით მსგავსი ოღონდ ისევ ამბობ მე როგორც არ ვიზიარებ მაგრამ მესმის და მაგიტო ვფიქრობ რომ დილემური საკითხი არის რომ ხომ არ შეიძლება ისე წარმოვიდგინოთ რომ ადამიანს აქვს რესურსი
გარკვეულ რაოდენობა საკითხებზე აიშალოს ნერვები, სუფთა ფსიქოლოგიურად და აი ეს ყველაფერი რაც ხდება ჩვენს გარშემო, უბრალოდ გათიშოს რაღაც ეტაპზე და თქვას რომ აი რაღაცეებზე ვერ მაქვს რა გავლენა რა და რახან ვერ მაქვს, მოდი ვარჩევ რომ საერთოდ ვიყო პასიური რა და ჩემს საქმეს მივხედო როგორც ასეთი. და რატომაც არ ვეთანხმები არის რომ ჩვენ საუბრობთ ხალხს რომელსაც აბსოლუტურად გათიშა, ანუ აბსოლუტურად არანაირ მოვლენაზე არ ახდენს რეაგირებას და მეორე მხარეს ჩვენ გვაქვს ვინაიდან პატარა საზოგადოება არის ფაქტობრივად თვლადი რაოდენობა ხალხის რომელიც ყველაფერზე აქვს რეაგირება, ხო დაწყებული ცხოველთა დაცვიდან დამთავრებული მწვავე პოლიტიკური საკითხებით რა და აი ესეთ პოლარიზებაში მან და არჩევანის გამკეთებელთა პოზიცია, ან თქვათ, ვინც ამ არჩევანის წინაშე დგას, ჩემთვის გასაგები არის რა, იმიტომ რომ აქ გეუბნებიან რომ ყველაფერზე ინერვიულე და იქით გეუბნებიან რომ არაფერზე არ ინერვიულო და ჩვენ მივხედავთ, ხო, ეხლა სისტემა ამაზე მუშაობს, იქნება ეს განათლების თუ შეიძლება ახსენე. ამიტომ ჩვენ შეიძლება ისე მე მინდა რომ დავძაბო და აქამდე მიგიყვანოთ რომ კი არ გაუგოთ, მაგრამ დავინახოთ, იმიტომ რომ თუ ვერ დავინახავთ, რატომ არის ხალხი ამ ნეიტრალურ პოზიციაში, ძალიან გაგვიჭირდება მათთან საუბარი, ხო, რაღაცნაირად. ანუ თუ მარტო მორალური პედესტალიდან ვესაუბრებით, რომ აი გახდი აქტიური, ხო? ანუ იქნებ არის რაღაცა კონკრეტული პრაქტიკული რჩევა, დარიგება, ან რაღაცა თეზა, რომელიც შეგვიძლია მოვიფიქროთ, რომ თქვათ, რომ ეს ნეიტრალობა ყველა შემთხვევაში დამანგრეველი არის, რა. მაგალითად, ლევან მახსენა ფასი რომელსაც ინტელექტუალები იხდიან და ეს არ არის მხოლოდ მკითხველი დააკლდა, ხო, ვიღაცა მწერალი იყო. რა ფასი არის მაგალითად ამ თქვათ ისტორია იქნება სხვა რას გვასწავლის, რა არის ის ფასი, რომელსაც ნეიტრალურობისთვის ვიხდით ჩვენ სინამდვილეში, იმიტომ რომ უფასოდ გამოიყურება. ანუ ეს ნეიტრალურობის მოხიბლება ეგა რომ თითქოს არაფერს არ მთხოვს სისტემა ჩემს ნეიტრალურობაში. რა არის ეს ფასი რა, იმიტომ რომ შენ უბრალოდ ახსენე და არ გითქოს რა არის. ხო, ფასი არის ძალიან დიდი და მაღალი ფასი არის მე-20 საუკუნეში. აღარ მახსოვს ვინ ამბობდა, კონკრეტულად რომელი ფილოსოფოსი ამბობდა, როდესაც კითხეს რომ ვინ იყო ყველაზე დიდი მოაზროვნე მე-20 საუკუნის, მან პასუხა რომ სამწუხაროდ მარტინ ჰაიდეგერი. იმიტომ რომ სამწუხაროდ, იმიტომ რომ მარტინ ჰაიდეგერი იყო ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი. მარტინ ჰაიდეგერი ვისაც თქვა წაუკითხავს ფილოსოფიაში და თქვა მისი გემო გაუგია, ყველა მიცის რომ ეს არის მართლა უდიდესი მოაზროვნე, ძალიან საინტერესო, ძალიან ორიგინალური, ძალიან გამორჩეული ნამდვილად. მან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ბევრ დიდ მოაზროვნეზე, ბევრ ჰუმანისტზე, ბევრ კარგ მწერალზე და ასე შემდეგ, პოეტზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მარტინ ჰაიდეგერმა გადაიხადა ფასი ამ ყველაფრის ჯერ ერთი თავის ცხოვრებაში, რომ მან დაკარგა კათედრა ფრაიბურგის უნივერსიტეტში, ეს ერთი და მერე გადაწყვიტა რომ ჰენრი დევიდ თოროსავით სადღაც გაჭრილი იყო თავის ტოდნაუბერგში და იქ რაღაცა ერთგვარი მაგისავით ყოფილიყო და იქ ესწავლებინა და ხო გურუ შეიძლება ითქვას ყოფილიყო და იქ ესწავლებინა თავისი მოწაფეებისთვის და მეორე არის ის რომ დაახლოებით 7-8 წლის წინ ფრაიბურგის უნივერსიტეტში დაიხურა მისი კათედრა, დაიხურა ფენომენოლოგიის კათედრა და გაიხსნა თანამედროვე ეგრეთ წოდებული contemporary ესეთი ანალიტიკური ფილოსოფიის კათედრა, რომელსაც მე არ ვეთანხმები, მაგრამ მე ვხვდები რომ რამხელა ფასია შეიძლება კონდეს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ რეალურად დახარბება თან იქ ხომ ხარი აირჩე შენ თქვენ პარტიის წევრი არა ჯერ მოდეთ რაღაცა თქვა რომ 53 წლის შემდეგ მან როდესაც დატოვა პარტია და თქვა რომ ზუსტად ეს თქვა რომ მე აღარ მაინტერესებს საერთოდ ეს ყველაფერი მე ნეიტრალურობა მინდა 53 წელს ჯერ კიდევ არ ჩანდა იგი დამარცხდა ეს ერთია თან ამავდროულად ამ შიდა საუნივერსიტეტო ინტრიგებში დამარცხდა და მე ზუსტად აი ესეთი ნეიტრალური პოზიცია შემოგთავაზა რომ მე არაფერი არ მინდა არც არასდროს არ მქონია კონკრეტულად აი ესეთ რაღაცა პრეტენზიები მე მინდოდა მხოლოდ ფილოსოფია მეწერა მეკეთებინა და მესწავლებინა და საბოლოოდ დამთავრდა იმით რომ დღეს ჰაიდეგერზე სამწუხაროდ გერმანიაში თითქმის აღარავინ აღარ მუშაობს მიუხედავად იმისა რომ მართლა ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი ახლა რაც შეეხება მე-19 საუკუნის ფრანგ მწერლებს რომელიც თქვენ ახსენეთ რატო ვამბობ? იმიტომ რომ მე პირადად ვარ მე-19 საუკუნის გერმანელი მწერლის თარგმნელი, ჰაინრიხ ჰაინესი და მისი ნაწარმოები ერთ-ერთი რომ თარგმნე, მე მინდოდა რომ მეორეც მეთარგმნა და რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ფონდში, გერმანულ ფონდში, რომელშიც რომელიდანაც მე მივიღე დაფინანსება, დავრეკე და ვიკითხე რომ თუ შეიძლება რომ
მეორე ნაწილი თარგმნა და მათ მითხრეს რომ როგორ არ შეიძლება მაგრამ ალბათ შენ მოგიწევს ხელი მოაწერო იმას რომ შენ ხარ აგენტი კი არა ესეთი რაღაცა ხო ანუ რეალურად როდესაც ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ აი ხო ანუ რისი არ ვიცი ხო ჰაინრი ჰაინეს აგენტი გერმანელი რომანტიკოსების აგენტი არ ვიცი რაც გინდათ ის თქვით მაგრამ სინამდვილეში ჩვენ როდესაც ვამბობთ და აი ამაზე ვლაპარაკობთ რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ცალკე ნეიტრალურები ვიყოთ არაფერი მსგავსი არასოდეს არ იქნება და თან ამავდროულად მე ისევ და ისევ დაუბრუნდები აი ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს რომელიც მე მგონია რომ ინტელექტუალებს აქვთ როგორც მოვალეობა როგორც პასუხისმგებლობა შეიძლება ითქვას და რომ თუ ამ პასუხისმგებლობის აღების აუღებლობის შემთხვევაში ისინი აუცილებლად გადაიხდიან ფასს ამას წყალი არ გაუვა ეს არის რა რომ ინტელექტუალები უმეტესწილად და სწორედ პერეირა არის ადამიანი რომელიც არის დაკავებული და გადაბმული ისეთ ორგანოსთან, ისეთ ინსტიტუციასთან, როგორც არის ბეჭდური მედია. ან მედიებთან ყოველ აი ეს ადამიანები და ადამიანები, რომელსაც შეუძლია თავიანთი აზრების მულტიპლიცირება და კონკრეტულად აზრის ამ სახით ძალიან სერიოზულად გაძლიერება, ისინი პასუხისმგებლები არიან ყოველთვის რომ უბრალოდ სადღაც არ ჩაიკეტონ. შეიძლება პერიოდი სადღაც ამბობს რომ მე პატარა კაცი ვარ და აი ამგვარ თავმდაბლობას ვითომ გთავაზობს ან რაღაცა გვასაღებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყოველთვის ხალხი თავმდაბლობაა. მე ამის და თუ იმის პრეტენზია გაქვს შენ რომ დიდი მწერლის ნაწარმოები გადმოიტანო შენ ენაზე ისე როგორიც ანუ რაღაცნაირად თავი გაუთანაბრო მას რაღაც დონეზე. მაშინ ის მორალური პასუხისმგებლობაც უნდა გქონდეს რომ სხვა ადამიანებს რასაც ის მწერლები ამბობდნენ თუ რასაც მოაზროვნეები ამბობდნენ უბრალოდ არ დაუმალო და არ გადაუქციოს მხოლოდ და მხოლოდ ლამაზ ყვავილებად. რა თქმა უნდა ის ადამიანები ქმნიდნენ ლამაზ ყვავილებს და ყოველთვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ ესთეტიკური მხარე ხელოვნებისა, მაგრამ ხელოვნება თავის პოლიტიკურ და სოციალურ მხარეს უბრალოდ ვერ გაიქცევა, აზროვნება ვერ გაიქცევა ამ ყველაფერს. ხო, ფასზე რავი პრინციპში გააჩნია რა იმიდან შევხედავთ, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ფასი ხა უფრო აბსტრაქტულად რო ვთქვათ, ეს არის ცალსახად თავისუფლების დაკარგვა. მეორე ისევ მორალური პერსპექტივიდან ეს არის ღირსების ასევე დაკარგვა, ხო, აბსოლუტურად და ასევე საზოგადოების დამოკიდებულება, რა ვიცი, შეგვიძლია ხალხის სიყვარულიც დავარქვათ ამას, ოღონდ ავთენტური, ხო, თორე ჩვენ გვინახავს არა ავთენტური დამოკიდებულებები, პირიქით რისკენაც ისწრაფვიან ავტორიტარები და ნუ არ ვიცი, აბსოლუტურად ეს არის, რა ქვია, გულისამრევი არის და ის არა აქვს რა, ფასი მართლა ამას არა აქვს, გამოსავალი მე მაინც ვთქვათ უფრო თუ ისე შევხედავთ ხო არა ინდივიდის დონეზე, არამედ უფრო რაღაც კოლექტივის დონეზე, ისევ სისტემური ცვლილება თუ იქნება გამოსავალი ხო, აი იმ მათ შორის სამი რაღაცა ინსტიტუციის განათლების სისტემა იქნება ეს, ვთქვათ მედია იქნება ეს თუ თუნდაც ვთქვათ ეკლესიაში ჩარევა იქნება, ამის გარეშე მე რთულად წარმომიდგენია, რომ მართლა არსებითი ცვლილებები ჩვენ დავინახოთ, ხო და ასევე ვთქვათ მნიშვნელოვნად რაც აი ამ ნეიტრალურობას ხელს უწყობს ჩემი აზრით, ხო, ეს არის აბსოლუტურად ვთქვათ აი რაღაცა ეს სოციალური კონტექსტიც, ხო, უთანასწორობა, ხო, სოციალური, რომელიც ნუ აბსოლუტურად თვალსაჩინო არის დღევანდელ სამყაროში, ხო, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან არის რომ 1% 99-ის წინააღმდეგ ეს ამერიკაში იქნება, საქართველოში, ევროპაში, ხო და ანუ ეს მე ამას მნიშვნელოვნად ვთქვათ აღვივებს, ხო, აი ამ ნეიტრალურობას თუნდაც, ხო, რომ შენ ხედავ, რომ რა ვიცი, აბსოლუტურად დაუცველი ხარ, ხო და პრინციპში არაფერს არ წერა და თუ აი ეს კონტექსტი არ შეიცვალა ინდივიდის დონეზე, ჩვენ შეიძლება რაღაცა გარღვევები დავინახოთ, პირობითად, არ ვიცი, ვიღაცა ადამიანი შემოვაბრუნოთ, გავხადოთ უფრო, არ ვიცი, აქტიური ქმედითი და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ვთქვათ ეროვნულ დონეზე, ან თუნდაც თემის დონეზე, პრინციპში არანაირი ისეთი მნიშვნელოვანი ძვრა არ გვექნება და აი აქ ხანდახან მე მაქვს ხოლმე რაღაცა ისეთ კედელს ვეჯახები რა, რომ აი
სადამდე რა მართლა რა და ანუ ფაქტობრივად პროცესია, დაუსრულებელი პროცესია მართლა, სადაც ანუ უბრალოდ მიზანი არის მართლა ბრძოლა რა, აი ამ რაღაც უთანასწორობის წინააღმდეგ, ხო? ხო, მაგრამ შენ რაც აღწერე ხა სინამდვილეში ცოტა პარადოქსული არის, ორველთან არის რა ეგეთი პარადოქსი, რომ იმისთვის რომ ცვლილება მოხდეს, აი ეს ხალხი, რაც ახსენე, ეს 99%, მათ უნდა გააცნობიერონ რა, ისე უნდა დაინახონ. მაგრამ იმისთვის რომ დაინახონო, რევოლუცია უნდა მოხდესო და რევოლუცია რომ მოხდეს, უნდა დაინახონო და წრია. შენ თუ ამბობთ, რომ ჩვენ თუ განათლების სისტემაში არჩევთ, მაგრამ ჩვენი პრობლემა ეხა ის არის, რომ განათლების სისტემას ვერ შევცვლით, სანამ ამ ტიპის რეჟიმი გექნება და ამ ტიპის რეჟიმი გექნება, სანამ მასიურად ხალხი არ დაინახავს და რომ დაინახოს განათლების სისტემა კიდე. ხო, თუმცა ჩვენ გვინახავს, მე რას ვამბობ, რომ ჩვენ გვინახავს თქვათ, ოღონდ ისევ ან ჩვენს კონტექსტს მაინც და მაინც რო არ შევეხოთ და მაინც და მაინც მე პარალელები რო არ იყოს, ანუ ზოგადად გვინახავს, ხო, რა რაღაც აი მოჯადოებულ წრესაც ეძახიან, რომ ამ წრეზე დადის საზოგადოება, ხო? და ეს არის რეალურად, რომ აი არსებითად მე არაფერი იცვლება, ხო, გვინახავს იგივე რაღაც ავტორიტარებთან მებრძოლი ადამიანები, რომლებიც თავად ავტორიტარები გამხდარან და მე ეს წრე, ხო, ეს არის რა და ამიტომ თუ იგივე აი ეს სისტემური ცვლილება არ მოხდა, ნუ რთული იქნება, რომ რაიმე თქვათ არსებითი გარღვევა გქონდეს და იგივე აი მასობრივად თქვათ საზოგადოების უდიდესი ნაწილი დარჩება ისევ თქვათ აი ესეთ ნეიტრალურ მდგომარეობაში, ის ვერ დაინახება. აი არჩევნების თქვათ თვითონ მნიშვნელობას ვერ გააცნობიერებს და ასე შემდეგ. რატო არის რომ დემოკრატიულ ქვეყნებში თქვათ საზოგადოება უფრო აქტიური არის, ვიდრე თქვათ ავტორიტარულ ქვეყნებში, ხო? და სხვა შორის აი ეხა რადგან ამ რაღაცა ლიტერატურაზე ვსაუბრობ, ძალიან საინტერესო წიგნი გამოუშვა ზიარი პრესმა. მოწმე და მონაწილე, ესეც სერია არის და საუბრობს საბჭოთა ადამიანებზე. და პირველი ეს სერიის პირველი ნომერი ეხებოდა სოფიო მორჩილაძე, სკოლის დირექტორი იყო ეს ადამიანი, ძალიან საინტერესო ისტორიით, გურიაში ძიმითის თუ არ ვცდები სკოლაში ძიმითში დაიბადა, იქ გაიზარდა, მაგრამ ეს რეპრესიები მასაც მნიშვნელოვნად შეეხო, ის კი არა ბერიასთანაც ჰქონდა რაღაცა უშუალო შეხება და მე როგორ აღწერს რა მართლა ამ რაღაცა საბჭოთა ცხოვრებას, რომ ანუ ეს ასეთი რეპრესიების მსხვერპლი იყო, მაგრამ მეორე მხრივ თქვა სკოლის დირექტორი იყო, რომელიც ამ რუტინაში ჩვეულებრივად არის და აგრძელებს იმას, რა ქვია, ცხოვრებას და თან კარგად აღწერს. ხო, აი საუნივერსიტეტო პერიოდს აღწერს. ეხა მაგალითად სხვა შორის ეხა რო ვკითხულობდი, ნუ დავინახე ჩვენი დღევანდელი საუნივერსიტეტო პერიოდი. როცა ანუ აღწერს, რომ აი ესე იგი არაფერი ბედნიერების ნატამალი უნივერსიტეტში არ ხდებოდა, რა ვიცი, რექტორები ერთი მეორეს მიყოლებით 6 მე მგონი თუ არ ვცდები დახვრიტეს 27-38 წლებში 6 რექტორი წარმოედგინეთ და მაინც თქვათ იქ რაღაცა ჩვეულებრივად გრძელდებოდა ცხოვრება. აი ჩვენთანაც ხო ანუ რაღაც სტუდენტზე იჭერენ და სახელდაგვარებს ან რატო არ დავასახელებ ჯავასამუშია აგრძელებს ჩვეულებრივად იმას და აი ეს პარალელები გვაქვს რა. ხო და ერთი მეორე კიდე აი მარინა ჩიტაშვილს უსმენდი ამ ნეიტრალურობაზე საუბრობდა და ფსიქოლოგიიდანაც შეგვიძლია მოვიყვანოთ და ჩემთვის თქვა ხშირად არის ხოლმე რომ რაც აი ეს ამ ნეიტრალურობას აღვივებს, ეს არის რაღაცა აი კოგნიტური დისონანსიც რა აბსოლუტურად, როცა თქვა შეიძლება რაღაცა კონკრეტულ საკითხზე ხო ერთი მხრივ ამ თვითონ ამ ადამიანებსაც აქვთ ხო კოგნიტური დისონანსი და მეორე მხრივ თქვა შეიძლება ჩვენც არ ვიყოთ ამის ხელშემწყობები ხო, როდესაც თქვა რაღაც შეიძლება კონკრეტულ უთანასწორობაზე გქონდეს ადეკვატური რეაგირება და მეორე შემთხვევაში თქვა არ გქონდეს ადეკვატური რეაგირება, რაც აღვივებს მე ამას და ესეც ის არის რა დამაფიქრებელი არის, რომ აი ეს თანმიმდევრულობა და ესე ვთქვათ, აი პრინციპების, ეხა გუშინ ძალიან კარგად დაწერა იმ ნინო კალანდიამ 30000 ლარით რო დააჯერებს. არ უღალატოთ ჩვენ პრინციპებს. და თუ არ უღალატებ, მაშინ იმ ადამიანებისთვისაც მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი ის იქნება, რა ქვია, ბიძგირო თავისი დავარქვათ ნეიტრალურობიდან გამოვიდნენ. ხო, რა ვიცი, ახლა მე გეტას უსმენდი და მგონია რომ მისი სიტყვებიდან პირდაპირ თუ არა პირდაპირის გამოვიდა ჩემთვის, რომ მინიმუმ ამ ყველაფრის ფასი და აი ამ ტიპის ნეიტრალობის ფასი არის, რომ ძალიან დიდი უსამართლობის ნაწილი გახდე. და რომც არ იყო აქტორი, რომც არ იყო მაინც. ხო, აი ზუსტად შენ გახდე ნაწილი და
მონაწილე იმ გაგებით, რომ ასე ვთქვა, თანამონაწილე ვარ. აი ეს არის მინიმუმ ფასი. მე აქ რა გამიკეთები რატო თანამონაწილე? ნუ იმიტომ რომ აი არაპირდაპირაც ხდები აგენტი, ასე ვთქვა, აგენტი მოქმედ პირს გულისხმობ და არა აგენტი იმ გაგებით. ჩემთვის კიდე რა ვიცი, მოდი მე ლიტერატურის ხალი ვარ მაინც. უფრო დრამატულად ვიტყვი. ჩემთვის ვიტყვი რომ ამის ფასი არის ჯოჯოხეთი, როგორც იყო და დანტე. ეხლა დანტე, რომელსაც მე ძალიან ვინდობ. დანტე მორწმუნე კაცი იყო და თქვა რომ პირდაპირ ასე თქვა რომ არის ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთი რო აღწერა, ისეთი წრე დაამატა, შრე დაამატა პირველ მას დასაწყისში. იმიტომ რომ დასაწყისში, იმიტომ რომ ცოტა უფრო მსუბუქებებით იწყებს დანტე ჯოჯოხეზე, იმიტომ რომ იცოდა რომ დოქტრინაში, ქრისტიანულ დოქტრინაში ასეთი ცოდვისათვის არ არის არაფერი ნათქვამი ცოდვის შესახებ და არ არის სასჯელი, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული, მაგრამ მისთვის ეს იყო. მისთვის ზუსტადაც როგორც ვფიქრობ, რომ ინტელექტუალისტვის და თანადროული კაცისთვის, რომელიც დაჩაგრეს და ფიქრობდა, რომ იყო სერიოზული მსხვერპლი უსამართლობის და პირდაპირ წერს იქ პირველ შრეში ეს რაღაცას, რომ იქ არიან ადამიანები რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, აი ვიმეორებ პირდაპირ, არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ მათ არ დაიკავეს პოზიცია, ამბობს. ამოდი ახლა მე-14 საუკუნის ეს არის წარმოიდგინე დასაწყისი, ხო? ამბობს, რომ მათ განუზომლად უფრო ცუდი გახადეს ეს სამყარო, იმიტომ რომ აირიდეს თავიდან და შესაბამის დანაშაულსაც თავისი აი ამ დანაშაულის პროპორციულობის პრინციპით, რაზეც არის ძალიან დანტეს ღვთაებრივი კომედია აგებული, ანიჭებს ესეთ სასჯელს, რომელიც აირეკლავს მათ აი ამ უმაქნისობას და ამბობს, რომ პოზიციის არ ქონა, რომლებიც არც კარგისკენ იყვნენო და არც ცუდისკენო და ხილული დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ ამბობს, რომ მათ გახადეს შესაძლებელი რომ ჩადენილიყო მერე ხილული დანაშაულების და საშინელი დანაშაულების. ამიტომ ეხა ეს დავით დავანებოთ დანტეს და 7 საუკუნის წინანდელ ამბებს, თუმცა ძალიან კარგი მხატვრული ეს არის, მე მგონი გამოხატულება ამის. მე ვფიქრობ, რომ კიდე აი იქ რო დაუბრუნდეთ იმ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ამბავს, უმბერტო ეკო ესეთ რაღაცას იგონებდა, ეს პატარა წერილია ამაზე ნათარგმნიც არის ეს ქართულად, რომელსაც ქვია 11 რომელმაც თქვა არა, მე მგონი ესე ამბობს. და 1929 წელს მუსოლინი მოაწერინა აკადემიურ ყველა უნივერსიტეტის სივრცეზე ლაპარაკი აკადემიურ პერსონალს, ყველა პროფესორს დაავალდებულეს, რომ მოეწერათ ფაშისტური პარტიისადმი ერთგულების ფიცი, ეს დოკუმენტი შექმნა მუსოლინი და დაავალა ყველა უნივერსიტეტს, რომ მოაწერინა ყველა აკადემიურ პერსონალს, ყველა პროფესორს და ესე იგი წარმინეთ 60 მილიონიანი ერია იტალია და 11 ადამიანმა არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს და ფასი რა იყო? მაშინ ჯერ არ ხურეტდნენ, ახლა 1929 წელს იტალიაში არ იყო ისა, რაც მე მოხდა თქვა, ხო? და არ ხურეტდნენ, მაგრამ ფასი იყო ის, რომ ტოვებდნენ სამსახურს. ანუ ადამიანებს თუ კი რამისათვის ეშრომათ და ეღვაწათ და ეწვალათ, აი იმას ატოვებინებდნენ სტუდენტებთან მუშაობას და აკადემიურ სივრცეს. ხო, ეს არის ძალიან დიდი ფასი მეცნიერისათვის და აკადემიური სივრცეში მყოფი და პროფესორისთვის, ხო? შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ყველა მოაწერა ხელი ამ 11 ადამიანის გარდა, მათი გვარები, ვინც ხელი მოაწერა ამ ერთგულების ფიცს, ჩვენ ესე ვიცით, რომ მათ ყველა მოაწერეს ხელი. ჩვენ ვიცით ინდივიდუალურად იმ ადამიანი, 11 კაცი, 11 იყო თუ არცები გვარი, რომლებიც არ მოაწერეს და აი ეს სია, რომელიც აი ესე პირდაპირ გუგლება ინტერნეტში, აი ესა და ეს მათემატიკოსი, ესა და ეს ქიმიკოსი, ესა და ეს ლიტერატურის და აი ესე დარჩა 1929 წლიდან გადის, აგერ უკვე მალე 4 წელიწადში 100 წელი გავა და ეს ასეც იქნება. და უმბერტო ეკო ამას რო წერს, იქ ამბობს, ასე ასრულებს იმ თავის წელს, რომ იმ 11 კაცმა იხსნა იტალიის უნივერსიტეტი. და იტალიის უნივერსიტეტის უნივერსიტეტი გულისხმობ მთლიანად აკადემიური სივრცის სინდისი. ამიტომ იმ 11 ადამიანს, ეხლა ნახეთ იმათაც ძალიან ბევრმა ესეთ რაღაცაც არის იქ ცნობილია. ძალიან ბევრი უკვე მოხუცი იყო და უკვე საპენსიო ასაკი იყო და ისარგებლა და გავიდა პენსიაში, რომ არ მოეწერა ამისთვის ხელი და არის გამოსავალი მოძებნეს რაღაცა, ხო? ხო, ჭკვიანო, ვიღაცებმა თქვეს და თავი იმდა გაიმართლეს, მაშინ რომ თქვეს, რომ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია
ჩვენი სტუდენტებისთვის და ეხლა მე რა მივუგდებ იქ იმ მუსოლინის იმ რაღაცა ჯაჯღანა გაუნათლებელ არსებას, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს, კიდე მე რეგიც მე მოძლიერდა, თუმცა უკვე 20 წლებში იტალიაში სერიოზული ამბები ხდება, მაგრამ რაში მაინტერესებს მოუწერ ამაზე ხელს და მე ჩემი მთელი აკადემიური მოღვაწეობით იმას გავაგრძელებ, რაც ვაკეთებდი. ხო? და ჩემ სტუდენტებს არ დავტოვებ პროფესორის გარეშე და ვიღაცამ შეიძლება რაციონალური თვალსაზრისით გაამართლოს ეს, ხო? რა უფრო დიდი სიკეთე იქნებოდა ვიღაცის პრინციპის გამო გაგდება, ვთქვათ, უნიშნულოვანის მეცნიერისა და პროფესორის თუ აქ არის რა თქმა უნდა რაციონალობის რაღაცა დიდი დოზა აქეთ ამ ხალხში, ვინც არ დატოვა აკადემიურ სიტყვასა და მიუგდო ეს ხელმოწერა მუსოლინის, მაგრამ ცვლილება ვინ მოახდინა? ცვლილება მოახდინა გამბედაობის, აკადემიური კეთილსინდისიერების, ადამიანური კეთილსინდისიერების და აი ამ როგორ ვთქვა პრინციპისთვის თავის გაწირვის მაგალითი ვინ დატოვა? იმ 11 კაცმა დატოვა, ხო და ცვლილება და გარდატეხა იმ 11 კაცის იყო ნამდვილად. ეხლა ძალიან რა ვიცი, ეკოს ხშირად ვახსენებ ხოლმე, მაგრამ ესე არის იმ დღეს ვიხსენებდი ზუსტად რომ ესე იგი თუმცა ხშირად ვიხსენებ ხოლმე ხა ხელახლა გამოვიდა ის კრებული ალბათ იცით რა სწამს მას ვისაც არ სწამს და იქ აქ ძალიან მნიშვნელოვანი წერილი აი ჩემი აზრით აი მართლა აი რა ვიცით აგვირგვინება და ის არის როგორ ვთქვა აი ვარდი აი ამ არაჩვეულებრივი წერილებისა რომელიც ამ კრებულში შედის რომელსაც ვქვია როცა სცენაზე გამოდის სხვა. ასე ქვია და მთელი დისკუსია არის რელიგიურ ადამიანსა და არარელიგიურ უმბერტო ეკოს შორის იმაზე თუ რა ქმნის ადამიანის ეთიკას, როცა მას არ წამს ღმერთის და არ ჯერა, რომ რაღაცა არც ამოთხრის წამს, არც იმის არ წამის და არ გზნობს ვალდებულებას ღვთის წინაშე, ღმერთის წინაშე. ხო, მაშინ რატო უნდა იყო ეთიკური ეკითხება ეპისკოპოსი მარტინი. ეკოს და მთელი ეს წერილები ამაზეა აგებული. ხო, რა უდევს საფუძვლად ადამიანურ ეთიკას თუ მას არ წამს ღმერთის ხო რა ამყარებს ადამიანს თავის ეთიკაში და ეკო ძალიან მარტივად პასუხობს აი ძალიან მომხიბლავად ამ მაშინ დებატში მარტინის რა და ადამიანით არის ღმერთი ჩანაცვლებული მე შენ რომ იზიხარ აგერ გვერდზე გოტა რომ იზის და ლევანი და აი აქ ვინც არის ხო იმათ წინაშე პასუხისმგებლობა მავალდებულებს რომ ვიყო ეთიკური და ამას არ ჭირდება არანაირი ტრანსცენდენტული რწმენა ვთქვა ტრანსცენდენტური ღმერთის რწმენა და რაღაცა იგივე არის ზუსტად იგივე არის ადამიანის რწმენა და ამიტომ ქვია ამ წერილს ესე როცა სცენაზე გამოდის სხვა იბადება ეთიკა ესე ამბობს ეკო ეს არის ჩემთვის მე ვაკითხებ ხოლმე ჩვენ მოსწავლეებს და იქ ერთი ესეთი მაგალითი მოყავს ამ არაჩვეულებრივ წერილში და ამბობს რომ ესე ჩემი მეზობელი იყო რაღაცა მოხუცი კაცი 50-იან წლების იტალიაზე ამბობს 40-იან წლების იტალია კათოლიკური ქვეყანა მოგვიხსენებათ ეგ ჟუაგულში აქვს ის ვატიკანი და ყოველთვის უდიდესი იყო ვატიკანზე საერთოდ ძალიან კათოლიკური იყო ახლა აგერ რა ვიცი გუშინდლამდე საჯარო სკოლებში ჯვარცმები და ამას დიდი დებატი იყო ეს უნდა იყოს თუ არა მოკლედ და ქრისტიან დემოკრატები ყავდნენ ტრადიციულად რა ვიცი 10 წლეულები რაც შეიქმნა რესპუბლიკა მას შემდეგაც ხო თუმცა ძალიან დიდი მემარცხენე კულტურა იყო იტალიაში მაგრამ ძალიან კათოლიკური ქვეყანა იყო ყოველთვის დაიბარაო ამ ჩემმა ნათესავმა რომ მოვკვდებიო ვიღაცა კაცი რომელიც ანუ არაფერს არ წარმოა თუ ბაბუა თუ ვიღაცა სამხატვრო ვერ ვიხსენებსოთ და რომ მე რომ მოვკვდებიო არ მოვიდეს ზღდელი და არ ამიგოს იმიტომ რომ არ იყო მორწმუნე კაცი და არ ამიგოს წესიო და ნუ წარმოუდგენელი იყო ხა მაშინ იტალიაში რომ ადამიანი ისე დაესაფლავებინათ რომ იმიტომ რომ ყველა დადიოდა წირვაზე ყველა დადიოდა ამაზე და ეს კაცი არ იყო მორწმუნე და არ დადიოდა წირვაზე, მაგრამ არ უნდოდა რომ მოკდებოდა ის გაეკეთებინათ, რასაც ის ცოცხალი არაფრით არ აკეთებდა და რისიც არ სწამდა და ეუნებოდნენ თუ არ ხარში გაინტერესებს შენ ხარ რომ მოკდები მოვა ის და არა მე მინდა რომ სხვებმაც იცოდნენ რომ შეიძლება არ მიიღო იმაში მონაწილეობა, რისიც არ გწამს და ეკო ამბობს რომ აი როგორი მომხიბლავიაო, როცა ადამიანს ასე სწამს საკუთარი ნაბიჯის მნიშვნელობის და იმისთვის რომ აი ვიღაცას მაგალითს უტოვებს რითი ხო რა მართლა რამჭობა იტყვის მით უმეტეს ადამიანი რომელიც არც მორწმუნეა არც საიქიოსტემს არც არაფერს არ წამს და მიდის და ეხა შენს მე იქ რა მოხდება ანუ წამს რო ხრება ყველაფერი ხო და მე რამ არა მას უნდოდა პრინციპულად რომ ისე ყოფილიყო როგორც მას წამდა და არ ეღალატა და აი მე ხა მე მასწავლებელი შენ მასწავლებელი ხარ და მე მგონია რომ ჩვენ ამას მასწავლეთ პირველ რიგში მე სულ ამას ვეუბნები ბავშვებს და მინდა ბავშვებო არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ თქვენ რასაც აკეთებთ იმას არ ექნება
მნიშვნელობა. ან შენს პროტესტს, ან შენს უკმაყოფილებას, ან შენს კმაყოფილებას, ან შენს დათანხმებას რაღაცაზე, ან შენს არ დათანხმებას. და აი ზუსტად ის რაც ეხლა აი ესე მასიურად მიეწოდებათ ამ ადამიანებს არის ეს რომ არა აქვს ამას აზრი. ხო? და მე მგონია რომ თუ ვიტყვი რომ გამოსავალი არსებობს აი ჩემთვის პირადად ერთი ადამიანისთვის, ხო? მე ასე დავაფორმულირებდი ამას რომ გამოსავალი არსებობს ადამიანისათვის თითოეულ მაშინ ნათესაობაში, მეგობრობაში, სასწავლო კონტექსტშიც იქნება იმის შეხსენებას, რომ შენ მნიშვნელოვანი ხარ და შენი ქმედებები ახდენს ზეგავლენას ვიღაცაზე. ეს არის მაგდა ჩემთვის კრედოც, როგორც მასწავლებლის და აბსოლუტურად, რა ვიცი, ცხოვრების კრედოც მართლა. და მე მგონი ახლა ეკომ ძალიან მოხდენილად თქვა იმ წერილში, მაგრამ მე მგონი ყველა არარელიგიურ ადამიანს უფიქრია ამაზე, რომ და არ დაჭირვებია, არ კრიზისში არ ჩავარდნილა იმის გამო, რომ ვაიმე მე თუ ღმერთის არ წამს, ესე იგი რა მავალდებულებს, რომ კარგი ვიყო. ადამიანები გვავალდებულებენ, რომ კარგი ვიყოთ, ყოველში ვეცადოთ და ეს ჩვენი მორალური პასუხისგებლობა ადამიანის მიმართ გქონდა. ქრისტიანობაც ეგ არ არის სიყვარულის და მოყვასის სიყვარულს სხვა რა არის და ძალიან ქრისტიანულია ეს ჩემი აზრით. და ფოკუსის გადატანა ღმერთის როგორც ღმერთის ხო რომ ესე ამ ფოკუსის ჩამოტანა ადამიანზე ამაზე ქრისტიანული რა შეიძლება საერთოდ იყოს და ამას არ ჭირდება არც მორწმუნეობა არც ეკლესია არც მღვდელი და არც ბერი მე მგონი ესე არის და ამაზე უნდა ვაკეთებდეთ ყველანი სულ დღე და ღამე დაუღალავად ამაზე ვმუშაობდეთ მე ასე ვუყურებ მაგალითად ჩემს და ჩემთვის ეს არის მე მჯერა ამისი მოკლედ მე მჯერა ამისი და მჯერა რომ ახალგაზრდებს შეიძლება ამის ჯეროდეთ და ძველთაობებს მე ეჭვი მაქვს ლევონს მორალურ საკითხებზე უნდა დამატებითი არგუმენტის მოყვანა უბრალოდ ამ შენს ქრისტიანულ არგუმენტს იმით გამოვყარებდი რომ სახარებაში პირდაპირ წერია რომ რაღაცა როცა დადგება დრო და მოხვალ ჩემთან და მე გკითხავთ რომ როცა მწყუროდა და არ მასვით და როცა მშიოდა და არ მაჭამეთ რა იქნება თქვენი პასუხი რომ ჩვენ როდის გნახეთ საერთოდ ღმერთს ეკითხებიან ცოდულნი და მე გეტყვით რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც თქვენს გარშემო იყო და წყუროდა და შიოდა და ციოდა და თქვენ არ დაეხმარეთ ის ვიყავი მე ღმერთი და აქ რა თქმა უნდა იმაზე არასაუბარი რომ გადაქცეული იყო ღმერთი ადამიანად არამედ ადამიანის მნიშვნელობა არის ღმერთამდე ატანილი ხო ქრისტიანობაში და ამ პროცესს რასაც უყურებ მაგიტომ ჩვენთვის როგორც ქრისტიანული კულტურისთვის ეგ საკითხი და შენ ამ რამდენჯერმე ახსენე ეკლესია წარმოიდგინე ესეთი ტიპის ფილოსოფიის მატარებელი რელიგიის წიაღში ესეთი პასიური მოქალაქეები რომლებიც ერთმანეთის ტკივილს გულთან არ მიტანენ უბრალოდ არ უნდა არსებობდეს და ყველასთვის მარტივად გასაგები უნდა იყოს რატომ უნდა დაუდგეთ ერთმანეთის გვერდში უდანაშაულოდ ჩაგრულნები მით უმეტეს ასევე უდანაშაულოდ ჩაგრულობაც ქრისტიანობის ერთ-ერთი პოსტულატი არის ხო ანუ როგორც მნიშვნელოვანი ამ გზაზე რასაც ამ რელიგიაში ყოფნა ქვია ხო ლევან რამე ხوار გინდოდა მე არ მინდა რომ ან თქვენ გაგაკრიტიკოთ ან დანტე მაგრამ მაინც გავიხსენებ იოანეს სახარებიდან ძალიან საინტერესო პასაჟს სადაც იოანეს სახარებაში კი ბოდიში გამოცხადებაში არის ესეთი სიტყვები ან იყავი ცხელი ან იყავი ცივი ნუ იქნები ნელთბილი თორემ დაღეჭავ და გადმოგაფურთხები რაც ძალიან კარგად მიანიშნებს სწორედაც რომ იმაზე შეიძლება ჩვენ თქვა დოგმატიკოსებმა და დანტემ ეს ჩვენივრად იცოდა რა თქმა უნდა თქვა რა ითვლებოდა კონკრეტულად ცოდვა და რა არ ითვლებოდა და ასე შემდეგ ცოვილები დაწერა ხო რა თქმა უნდა უბრალოდ მან ალბათ ესეც გაითვალისწინა იოანეს გამოცხადებიდან ეს სიტყვები როდესაც ამაზე თქვა რომ სადაც პირდაპირ არის ნათქვამი რომ არ შეიძლება რომ შენ ნეიტრალური იყო რაც შეეხება აი ამ ამბავს როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ რომ ღმერთი და ადამიანი რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად შეიძლება რომ ადამიანში ღმერთი დავინახოთ და ადამიანურში ღვთაებრივი ვიხილოთ თვითონ ტრაგიკული მაგალითი რომელიც ჩვენს წინაშე არის დღესდღეობით ყველაზე მეტად მე რაც მეხამუშება ხოლმე ეს არის ფარისევლობის ყველაზე მაღალი გამოვლინება რომელიც დღეს ჩვენ სასამართლოებში გვხდება ეს არის როდესაც მოწმეები ამბობენ რომ რაზე დაიფიცებ
და ისინი ამბობენ რომ მე დავიფიცებ კონსტიტუციაზე და არ დავიფიცებ ბიბლიაზე. თითქოს ღმერთი რაღაც ცალკეა და ადამიანი ცალკეა, რომ ადამიანური სამართალი შეგიძლია დაარღვიო, შეგიძლია გათელო, მოიტყუო, ცილის წამო, მოკლა, მოპარო, ყველაფერი ის 10 ცნება რაც არის, ცნება რაც არის, ყველაფერი დაარღვიო და ამაზე არ მოგეთხოვოს, თუ კი ღმერთის სახელს არ ახსენებ. და სწორედაც რომ ეს იდეა რაც თქვენ ახსენეთ, ეგ არის რომ ქრისტიანობა თუ არსებობს საერთოდ რაღაცა ეს ზოგად საკაცობრიო იდეები, თუ არსებობს ადამიანური idеები, ის გეუბნება რომ ღმერთი და ადამიანი ერთმანეთს ემთხვევა, ხო? ანუ თუნდაც აი მართლა დიდი ქრისტიანი ფილოსოფოსები რო ახსენოთ, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ აი თქვა მაგალითად მაისტერ ექჰარტი იქნება თუ რომელიმე სხვა, ასე გეუბნება რომ თვალი რომელთაც მე ვუყურებ ღმერთს არის თვალი რომელთაც მე მიყურებს ღმერთი. და რეალურად ჩვენ როდესაც ადამიანს ღვთაებრივი თვალით, ღვთაებრივი პრიზმით არ ვუყურებთ, ჩვენ რეალურად აი ამ ღვთაებრიობაზე ვამბობ თუ არს და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ხდება, როდესაც ჩვენ ამის მოწმეები ვართ და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მე მგონია, რომ თვითონ სიტყვა და აზროვნება და თვითონ იმაზე ლაპარაკი, როგორიც არის თქვათ სამართლიანობა და საერთოდ როგორ შეიძლება ხო, ხშირად არის ხოლმე რომ ვიღაცა გეუბნება რომ როგორ არის ლევონ, მე შენი მესმის ძალიან კარგად, ყველაფერი მესმის, მაგრამ მე უბრალოდ ამ შემთხვევაში ჯობია რომ გავჩუმდე. და გეუბნება რომ მე ვითომ ვაზროვნებ. და სინამდვილეში თუ ისევ და ისევ ქრისტიანულ აზროვნებას გავყვებით, აზროვნების ყველაზე თავარი გამოხატულება არის არა აბსტრაქტული აზრი, რომელიც თავშია ადამიანის, არამედ სიტყვა. და ისევ იოანეს დაუბრუნდებია და ამ შემთხვევაში მის სახარებას უკვე. სადაც ეგრე იწყება პირდაპირ, რომ პირველად იყო სიტყვა. და მე დიალოგში ორი ქართველი მინდა შემოვიყვანო, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენთან ერთად აღარ არის. პირველი არის მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც 1929 წელს წერს დამპატიჟეს ესეთ მოთხრობას, რომელიც იწყება ერთ-ერთი პასაჟი ასეთია, სადღაც რაღაც მოხდა, ეს ამბავი მებაღე თევდორემ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა სამნი მოვიდნენ და უთხრეს, ახლა ეს ბაღით შენია, ეს სახლით შენია. სახლისა და ბაღის პატრონი კი სწორედ მაშინ დაიკარგა, როცა სადღაც რაღაც ხდებოდა. და ფიქრობ, რომ იდეალურად არის ჯავახიშვილმა ჩაიჭირა ზუსტად ის ნეიტრალური ხალხი თითქოს, რომელმაც პროცესმა გვერდით ჩაუარა და აი ამ დონეზე გაუცნობიერებელი არის საერთოდ რა მოხდა. სადღაც რაღაცა მოხდა. ჩვენ ვიცით, რომ სადღაც რაღაცა მოხდა, არის თებერვლის რევოლუცია, ოქტომბრის რევოლუცია, პირველი მსოფლიო ომი, არ ვიცი, ყველაფერი ბოლშევიკები, ყველაფერი საერთოდ და ერთი ფრაზა არის სადღაც, იმიტომ რომ ამ კაცისთვის, თევდორესთვის ეს რაღაცა მოხდა და ამასობაში ვიღაც ხალხი გაქრა. და სამწუხაროდ აი ეს ნეიტრალური ხალხი დღეს ვინც კიდევ ნეიტრალობას არჩევს, უნდა იცოდეს, რომ ჩვენთვის აი ეგეთი ხალხი არის, რომ სანამ ჩვენ რაღაცეები გვემართება, სანამ ჩვენ ვქრებით ფიზიკურად და ამ ბევრი ადამიანი რა ვიცი, ქვეყანა დატოვა და ბევრი ციხეში არის, ეს იმას არნიშნავს, რომ ეს ხდომილება აბსტრაქტული არის, ძალიან კონკრეტული რამეა, ძალიან კონკრეტული ადამიანები იჩაგრებიან და ჩემთვის ეგ ფასი ასევე იქნება, აი ეგ შეხსენება, როდესაც ყველაფერი მოგვარდება, ჩვენ სხეულებრივად როცა აღვდგებით ისევ და ხალხი ციხიდან გამოვა, ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და სინდისი უბრალოდ არ მოასვენებს ძალიან ბევრს დღევანდელი პასიურობის გამო. ამის ძალიან მაგრამ ჯერა, ზუსტად იგივენაირად, როგორც თქვათ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ვაიმარელებმა თქვეს, რომ ჩვენ არ ვიცოდით საერთოდ რა ხდებოდა, 8 კილომეტრში იყო ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი და ამერიკელებმა მოკიდეს ვაიმარის მთელს მოსახლეობას ხელი და წაიყვანეს ექსკურსიაზე ბუხენვალდში და აყურებინეს ის ფეხსაცმელების გორაკები და გაუბედურებული ადამიანები ჩაახედეს სარკეში, რომ თქვენი ტყუილი, რომ აი არ ვიცოდი იქ ბოლი რატო ამოდიოდა 8 კილომეტრში, აი ეს არის რა. და ეგ ტრამვა, რაც გერმანელებმა გადაიტანეს, იცით რომ დღემდე მოყვებათ და ეს არ არის უბრალოდ რაღაცა აბსტრაქცია, რომ ტრამვა მართლა განიცდიან ამას კულტურულად და ფიქრობ, რომ ყველა მდუმარე და ნეიტრალური, რომელიც დღეს თავის მდუმარებით ხელს უწყობს, მსგავს რამეს განიცდის ოდესმე და ეგ იქნებოდა ფასი, რასაც დავასახელებდი. მეორე ავტორი არის კონსტანტინე გამსახურდია, ზარები გრიგალში, ეს არის 1923 წელს დაწერილი.
და ასეთი ტექსტია მნათე ოქროპირ მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ ქვეყანა გამოიცვალა ბრჭყალებში, როცა დიდმარხვის ორშაბათს წმინდა ზაქარიას ეკლესიის გუმბათზე ჯვარი ვეღარ ნახა. ჯვარი აღარ იყო სამრეკლოზე დაც. და ეს არის მეორე ფასი, ანუ გარდა პიროვნული აი ღირსების თუ სინდისის გაქრობის, ასე ვთქვათ, ემატება ის, რომ სამყარო, რომელიც დღეს ვინმე შეიძლება უყვარდეს, ეგეც ნადგურდება ჩვენთან ერთად და აი ამ პროცესში, იმიტომ რომ ერთ დღესაც, როგორც მნათე ოქროპირმა მოიხედა და სამრეკლოზე ჯვარი არ დაინახა და მაგით მიხვდა რომ რაღაცა ცვლილება მოხდა. ანალოგიურად ერთ დღეს ვიღაც მოიხედავს და აღმოაჩენს რომ წიგნი აღარ იწერება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ აკრძალული არის, ტურისტები აღარ ჩამოდიან, იმიტომ რომ საშიში არის, ბიზნესი არაფერს ფულს არ დებს. ანუ დღეს შეიძლება რეჟიმი, ნებისმიერ ავტორიტარული რეჟიმი რაღაც მომენტში იწყებს, რაღაცა კეთილდღეობის ფაზაში იწყებს, რომ აი უკვე მაქვს უფლება, რომ რაღაცები გავაფუჭო, ადამიანის უფლებები წავიღო, ხო? და ადამიანს აქვს განცდა, რომ ხო, პრინციპში რა შავდება და ხანგრძლივ პროცესში შავდება ის, რომ უბრალოდ სამყარო ნადგურდება და ერთ დღეს იღვიძებ და უბრალოდ ცხოვრობ ვიღაცის ჭკუაზე. აი ეს არის თავისუფლება, რაც ახსენე, მთლიანად ამ თავისუფლების წაღება. აქ თავარი ხა ისე ყოველთვის არის ჩვენ უბრალოდ არ ვსაუბრობთ, ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ კიდევაც და მე ძალიან კარგად მესმის ამ დიაპაზონის. ანუ არის ხალხი მაგალითად რომელიც ამას მე ნეიტრალური ვარ, იმიტომ რომ ვერ ხედავ ალტერნატივას. მე ვარ ნეიტრალური, იმიტომ რომ აბა მე რა ძალა მაქვს. მე ნეიტრალური ვარ, იმიტომ რომ მეშინია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ყველას გაგება შეიძლება, ანუ ტექნიკურად, არა სულიერად ასე ვთქვათ, მაგრამ შესაბამისად ყველა ადამიანსაც თავისებურად უნდა ვესაუბროთ, ესე მგონია, ხო? ანუ ხო არ შეიძლება ერთი რეცეპტი ვთქვათ, რომ და ეს ცნობილი ფრაზა, რომ ყველა გმირი ვერ იქნება, ხშირად ახსენეთ 11 ადამიანის, მე შეიძლება უთხრა, რომ აი ეს იყო კარგი საქციელი, მაგრამ გეუბნება, რომ 11-ია რა და დანარჩენი ბევრი ათასი იყო და დაშავდნენ და მე 11-ში არ მინდა რომ ვიყო, არ მინდა გმირობა მოკლედ. და პლუს კულტურაც ამაზე დიდად იმაშება, ხო? ანუ გმირობა არ არსებობს, დააკვირდით, ხო? რეჟიმები როგორ იმაშებიან, გმირობა არ არსებობს, ყველაფერი გაყიდვადია, ყიდვადია. რაღაცა პერსონალური თავდადება არ არსებობს, ვინც კი თავი დადო სინამდვილეში სხვა რაღაც მოტივაციას მოძრაობდა. ხო, ძალის სამართალია პირდაპირ. ხო, ძალის სამართალია და ასე შემდეგ. რა შეიძლება იყოს, ანუ აი ამ შემთხვევაში, თავარი გზავნილი, რა შეუძლია გააკეთოს ერთ ადამიანს, რა? აი კონკრეტულად, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა ქმედებიდან მოვდივართ ასევე რა, ანუ სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებთ ჩვენს აქტიურობაში, სხვადასხვანაირად ვფიქრობთ კიდევ ბევრ სხვა რაღაცაზე. მაგრამ აი ერთ საკითხზე შევჯერდით, რომ ნეიტრალიტეტი დღეს არის პრობლემა. რა არის რისკენ ვუბიძგებთ მაშინ ადამიანებს, რომ ყველამ რაღაცა ქუჩაში იაროს, თუ ყველამ იყვიროს, თუ ყველამ რუპორი დაიჭიროს. ხო, ანუ რისკენ გვინდა რომ ვუბიძგოთ. რა იქნებოდა ჩვენთვის აი საკმარისად წავიტყოდით, რომ აი ეს კარგი მოქალაქე არის და ეს დარჩა ნეიტრალიტეტში რა. აქაც მრავალფეროვნებას ველი, იმიტომ რომ არ არსებობს ერთი. რა თქმა უნდა. ერთი რაღაცა მინდა ბოდიში. აი მე რჩება მინდა, რჩება კი არა, მინდა შეკითხვა იყოს თუ გინდა რა. აი მე მინდა რომ ყველა ადამიანი ვინც ასე ფიქრობს, ეხლა აღარ ჩამოდი, აღარ გამემეორებ შენ რასაც ამბობდი, ვინც არ აქტიურობს, ვინც არ ამბობს, ვინცაც არ წამს რაღაც ცვლილების ამ შემდეგ და ფიქრობს, რომ ეს გამოსავალია და შეიძლება ამ სიტ და მით უმეტეს ისინი, ვინც ფიქრობს, რომ პრინციპში არ ხდება და არა ვარ დიქტატურაში და ანუ ძალიან სერიოზული ამბე, ან თავსიტყვებს ამ. მე მინდა ვკითხო მათ. დააკვირდით საკუთარს, არ ვლაპარაკობ გარე სამყაროს, საკუთარ თავს და საკუთარ ქცევას, საკუთარ ლაპარაკს, საკუთარ პერფორმანსს სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ. რამდენჯერ ყოფილა, რომ თქვენ არ გითქვამთ ის, რასაც ფიქრობთ. არ გითქვამთ ხმამაღლა, არ დაგილაიქებიათ რაღაცა, არ გაგცინებიათ რაღაცა ხუმრობაზე. ან შეგინიღბავთ ის რომ გაგცინებიათ რაღაც ხუმრობა. არ მოგიკითხავთ მეგობარი. რამდენი ხანია რაც ხო, თქვენ ამჯობინეთ რომ აი პრო შეგეკავებინათ თავი რაღაცა ტიპის ურთიერთობისაგან, ხო? ეს ყველაფერი არის ის არაპირდაპირი გზები, როგორც მუშაობს თავისუფლების შეზღუდვა, როგორც მუშაობს ცენზურა და ამას შეიძლება რაღაც მომენტამდე არ აღიარებდეთ, მაგრამ საკუთარ თავთან, აი ყველა მართლა საკუთარ თავთან მინდა მეწყავს ასეთი ნაცნობები და ახლობლები, მინდა ყველას უთხრა, დააფიქრდით ყველა იმ ჯერზე, როცა თქვენ თქვენი თავი დააცენზურეთ. შეიძლება თქვენ არ გაქვთ აქტიური პოზიცია და ამიტომ არავინ ჩაგრავთ, ესე ღიად პირდაპირ, მაგრამ თვით ცენზურა არის ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე
დიდი ჩაგვრა იმ გაგებით რომ ფიზიკურად არ ნადგურდები, მაგრამ შენ წართმეული გაქვს თავისუფლება, ხო? Twin cenzura არის, როცა მთარგმნელი არ თარგმნის რაღაცას, ეხლა რა თავი ავიდგეო რა იმას ვეკვეთო ეხლა რაღაცა LGBT თემატიკაზე წიგს მაგალითად, ხო? ან რაღაცას ეხლა დავალ რაღაცა უწყინეს პეპლებზე ვთარგმნი. ან რაღაცა გავაზიარო, ხო? აი ეს ყველაფერი, ეს პირდაპირ აისახება მე ლიტერატურაზე. თვითცენზურა ისეთ ადამიანებშიც მუშაობს და ეს ირთვება რაღაცა ჩხაკუნდება და ხდება ეს ცვლილება, რომლებიც ვერ წხვდებიან. აი როცა ამ წიგში პერეირა, რომელიც ფიქრობდა რომ მას ეს არ ეხება და რანაირად ეხლა რა უნდა დავაშაო და მე ვინ უნდა მომადგეს ეხლა დიქტატორი ბერნანოს ვთარგმნი, რომელიც არის მე-19 საუკუნის კათოლიკე ავტორი და მე-19 მგონი, ხო? და იქ ბერნანოსის წიგში სადღაცა ის არის რა ქვია, დიალოგია უბრალოდ ადამიანებზე და ერთ-ერთი დიალოგში იქ დაიძახა, წარმოიდგინეთ, ანუ იმ ავტორის აზრიც არ არის დიალოგში ვიღაცა დაიძახებს გაუმარჯოს საფრანგეთსო. ხო და ნუ თარგმნის ეხლა და ამაზე დაადგებიან მეორე დღეს პერეირას, იმიტომ რომ თქვენ თარგმნეთ წიგნი, სადაც წერია გაუმარჯოს საფრანგეთსა. თურმე ვიღაცა გლეხის მიერ სადღაც მე-19 საუკუნეში ნათქვამი ფრაზა ნათარგმნი წიგნში შეიძლება მოგაკითხონ და გითხან რომ ეს პრობლემური ფრაზა არის და გაოგნება ამ კაცის არის ძალიან კარგად აღწერილი როგორ შეიძლება საიდან შეიძლება შემოგიკაკუნოს და შემოგიტრიალდეს ეს მექანიზმი თუ კი ის ამოქმედებული არის მართლა ხანგრძლივი მოქმედების ბომბით მეტნაკლებად ხანგრძლივი თუმცა ძალიან მოკლედ შეიძლება იყოს ეს ყოფილი და ეს ყველა ადამიანს სჭირს და დაფიქრდით აი მე მინდა ვუთხრა სულ ყველას რომ დაფიქრდით თქვენში როგორ მუშაობს ცენზურა და თვით ცენზურა როგორ აკონტროლებთ ყველაფერს ამ ბოლო წლის მანძილზე რასაც ამბობთ წერთ და ლაიქებთ Facebook-ზე ხო ანუ რავი ბევრი რამე შეიძლება იყოს მაგრამ მე ანუ რაღაცა ორი მინდა ვუყურე პერსპექტივიდან რა რომ ჩვენ ხშირად ყოველთვის ამახვილებთ ხოლმე ყურადღებას რაღაცა ამ აქტიურ წინააღმდეგობაზე და ბრძოლაზე და რაღაც არ ვიცი ზიანის მიყენებაზე ვთქვათ მოწინააღმდეგისთვის, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ადამიანები ვთქვათ აი ამ პროცესში იყვნენ ჩართულები სუფთად აი ზრუნვის თვალსაზრისით და ზრუნვის პერსპექტივიდან, ხო, რომ ანუ მათ უბრალოდ გამოხატონ ვთქვათ თავიანთ ემპათია რაც თქვენ ახსენეთ, ხო, და თანაგრძნობა, ემპათია, სოლიდარობა გვერდში დაუდგნენ იმ ადამიანებს, ვისაც ეხლა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ხო და ცხადია პირველ რიგში ეს შეიძლება ვთქვათ პატიმრების ოჯახის წევრები იყვნენ, მაგრამ არა მხოლოდ ხო ნებისმიერი ვთქვათ რა ვიცი მათი მეგობარი იქნება. ამ პერსპექტივიდან შეიძლება ხო დავინახოთ რომ არ არის საჭირო რაღაც მაინც და მაინც ვთქვათ რომელიღაც დეპუტატს მივარდე და რაღაცა ხო წინახაზზე იყო, მაგრამ ელემენტარულად ვთქვათ იზრუნო იმ ხალხზე და იმ ადამიანებზე ეს ერთი საკითხია მეორე არის რომ აი ერთ ინდივიდს რა შეუძლია და ვთქვათ რაღაცა აი მეორესთან გაერთიანება და იმას მესამესთან და მე მხოლოდ ასე წარმომიდგენია ვთქვათ რაღაცა ქმედითის ჩამოყალიბება და ასევე რაც ხშირად არის ხოლმე მე არ ვიტყვი რომ მაინც და მაინც ვთქვათ რაღაც ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ აი ქართველებს რაღაც ქართველებს კი ზოგადად მე მგონი საზოგადოებას აქვს ამის პრობლემა ეს არის რეჟიმი და რუტინა ორი რაღაცა რაც მე მგონია აბსოლუტურად ხო ანუ ჩვენ ფაქტობრივად ვართ ისეთ პროცესში სადაც რაღაცა კი შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი მომენტები სადაც ეს ექსპრონტი იქნება თუ ემოციურობა რაც წამყვანი იყოს და რაღაცა ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ იქამდე მნიშვნელოვანი არის მგონია ეს რეჟიმი და რუტინა. რა ჯერჯერობით კი გვაქვს რაღაცა ფორმით ეს, მაგრამ მაინც კიდევ სხვა ფორმებშიც ხო ეგ იქნება რა და ცხადია სოლიდარობა ერთმანეთისადმი და დანახვა რა მე პირადად რასაც ვცდილობ ეს არის რომ დავინახოთ ერთმანეთს დავინახოთ აი დასაწყისში ვახსენე ეს პური და სანახაობა ხო რასაც ვცდილობენ და ასევე არის ხო ეს დახლეჩვა საზოგადოების სეგრეგაცია აბსოლუტურად დაყოფა ხო რომ ანუ ჩვენ ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს და არც გვესმის პრინციპში ხო რომ რაღაც არ ვიცი შეიძლება მართლა 20 კილომეტრის იქით იყოს და სულ სხვა რეალობა იყოს და სხვადასხვა ენა გქონდეს და აი ეს რომ დავინახოთ რომ აი თურმე ვთქვათ ყველა ის წინააღმდეგობა რაც მთელ საქართველოში არის გაშლილი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და თუ ჩვენ ამას შემოვიკრებთ ხო მაშინ დარწმუნებული ვარ რომ გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებით ვიდრე დღეს ვართ და
ამ ნეიტრალურობას კიდე მართლა იმდენი მაგალითი მახსენდება, ეხლა აი მაგალითად რამდენიმე დღეს წინ შემხვდა ადამიანი, რომელიც ვერ ვიცანი, მაგრამ თვითონ მიცნოდა ხშირად, რაღაცა ეს მე თვითონ ველაპარაკები ხოლმე ვიცი რომ თქვა იმ პროტესტიდან რაღაცა და ვაიმე ძალიან დიდი ბოდიშიო, მაგრამ ვეღარ დავდივარო რა ვქნაო ეხლა მე პირადადო დამპირისპირდნენო რაღაცები მომიგზავნესო ისე და ნუ რა ვქნაო ეხლა ვეღარ ვიულიო და ნუ მოკლედო ბოდიში მინდაო რომ გითხრათ მოგიხადოთ ნუ რავი რა უნდა მეთქვა ვერაფერი ვეღარ ვუთხარ და მეორე შემთხვევა იყო გუშინ ყოველდღიურად ხვდებით მაგრამ აი ჩვენ მარშებზე რომ დავდივართ რაღაც ერთადად ნუ სოციალურ საკითხებზე ვლაპარაკობთ ხოლმე და უკან დამიდგას კურიერი ბიჭი და რეებს ლაპარაკობთო რა მეუნება და პატარა ბიჭი იყო რა 18 წლის ეხა აი ახალი სკოლა დამთავრებული და გავხედე რა რაღაცა თქვენ არასწორს ლაპარაკობთ რას მეთქი და ვერც მითხრა რას ვამბობდით რა მაგრამ ნუ არაო რა თქვენ აი 30-40 კაცი რო აპროტესტებთო ეგო რა პროტესტიაო თუ მართლა პროტესტიაო უნდა იყოთო 100,000-იო და სისულელებს იმაშვებითო ლაპარაკობთო და მე დაურჩით მართლა ნახევარი საათი ველაპარაკოთ და იმდენი საერთო აღმოჩნდა ჩვენ შორის თან ეს ბიჭი იყო ჩოხატაურიდან სადაც 70% იმ ჩოხატაურში არის სოციალური შემწეობის მიღები და ანუ აი კოგნიტური დისონანსი ხო რომ ანუ ადამიანი ერთ მხრივ იქიდან არის მაგრამ რო დაურჩით და მართლა ველაპარაკეთ და თავის ენაზე და გავაგებინეთ რომ ჩვენ ეს მტრები არ ვიყავით ერთით მეტი ადამიანი შეიძლება არა მაგრამ ნუ რაღაცა სიმპათია გამოვიწვიეთ და მაგრამ ნუ შენ კითხვას რომ კონკრეტულად უპასუხო მაინც ხო ანუ რა ყველაზე მეტად რაც გვახსენდება არის ხო ეს მოძრაობა და უნდა მოძრაობა ხო ეგ არის თუ არ ვიმოქმედეთ ქმედების გარეშე ხშირ აი ინტელექტუალებს ერთი პრობლემა ასევე ისა აქვთ რომ ფიქრობენ ბევრს ხო და მნიშვნელოვანია მაგრამ ქმედება არანაკლებ მნიშვნელოვანია და ამიტომ ეს პარალელური უნდა იყოს რა რომ უნდა ვიმოქმედოთ ლევან, რა თქმა უნდა, კაც. ხო, მე ესე გამოძრები და ვიტყვი რომ ორივე მომხსენებელს ვეთანხმები, ესე რომ ვთქვით. მაგრამ ეს არ იქნება ტყუილი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში აი ეს მოწოდება, რომელიც ალბათ მოხატუნამ თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ დააკვირდი საკუთარ თავს, იმიტომ რომ აზროვნება საკუთარ თავზე დაკვირვების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია და მინდა რომ ისე მეც მიმართო ლიტერატურულ მაგალითს, რომელიც ჩემთვის იყო ბავშვობაში ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო რა ირონიული და სხვათა შორის ქართული ლიტერატურისთვის, იმდროინდელი ლიტერატურისთვის მე როგორც აღმოაჩინე ძალიან ისეთი იშვიათი რაღაცა, თითქმის არ არსებობს, როგორც ვიცი, საერთოდ სოფლიო ლიტერატურაში ესეთი დაწვრილმანება იმ დროისათვის, ეს არის შუშანიკის წამებიდან როდესაც ეს მომენტი, როდესაც ვარსქენი საჯაროდ ცემს, სახალხო ცემს შუშანიკს და ერთ-ერთი ხუცესი გადაწყვეტავს, რომ დაამხნევოს და თავში გაიფიქრებს, რომ ეხლა ვეტყვი, რომ მტკიცეთ დეგ და რომ დაიწყებს ამის თქმას, ვარსქენის მზერა შეეჩეხება და ესე თქოს მტკი და გაიქცევა ეგრევე და მოკლედ გაიქცევა და ჩემი აზრით, მე ამაზე მეცინება და ბევრჯერ მიცინია მართლა და რაღაც ისეთი რაღაცაა, რომ მართლა კომიკურია, რომ ადამიანი შიშისგან ვეღარ ახერხებს იმ სიტყვების თქმას, რაც უნდა ითქვას და ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ხუცესი როგორი სასაცილოა, მაგრამ სინამდვილეში ადამიანი, რომელიც ხმას არ იღებს საერთოდ, რომელიც ლაიქს ვერ სვავს, რომელიც რა ვიცი, აზრს ვერ გამოთქვამს, ვერც კი გეუბნება, ან ყურში ჩურჩულით გეუბნება, რომ იცით რა, ყველაფერი თითქმის ვიცი და ასე შემდეგ, ის კიდევ უფრო სასაცილოა. შემიძლია ვთქვა და კი ვეთანხმები მაგასაც, რომ აზროვნება და საერთოდ ესეთი ინტელექტუალები ხშირ შემთხვევაში ესეთი ხალხია, რომლებიც ბევრს ფიქრობენ, მაგრამ რეალურად აზროვნების ყველაზე მაღალი ფორმა ეს არის ადამიანის ქმედებაში გამოიხატება და ანუ ადამიანი ყველაზე დიდი გამბედაობა, ვაჟკაცობა, სიმამაცე რაც კიდათ ის დაარქვით, ხომ? არის ის, რომ შენი აზრი გამოთქვა და ყველაზე დიდი საფრთხეში ჩაგდება საკუთარი თავისას. ამაზე ნამდვილად ორი აზრიც არ არსებობს. ახლა ვერავინ ვერ მეტყვის, რომ გოგო გნახე ფეხშიშველი თუ არ ვიცი რომელი ვიღაცა თქვათ თუ ეს არ არის ილია ჭავჭავაძის ილია ჭავჭავაძის რაღაც ესეთი რომანტიული ლექსის გამო მოკლეს ილია ჭავჭავაძე მოკლეს თავისი აზრების გამო
ნამდვილად. იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ დიდ მოაზროვნეზე, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება. რომელმაც არა მარტო ჩვენი კონკრეტულად ქართველების, არამედ საერთოდ მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია თავდაყირა დააყენა, ხო? ესე არ არის, რომ მაგალითად უბრალოდ ნერვებს უშლიდა სოკრატე თავის ცოლ ქსანტიპეს და ამის გამო ცოლმა მოაკლევინა, ხო? ეს ასე არ იყო, ის მოკლეს იმ გამბედაობის გამო, რომელსაც ქვია აზროვნება. და მე გეთახმები, მე მგონია, რომ ნებისმიერი მარში, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება, ნებისმიერი შეკრება, რომელსაც ჩვენ ვთქვათ ვბედავთ და ვაკეთებთ და გამოვთქვათ ჩვენას ეს ქმედებაც არის პირველ რიგში და ეს ქმედები მე მინდა რომ მოუწოდო ადამიანებს რომ დააკვირდნენ თავიანთ თავს აი ამ სიტუაციაში რამდენად ბედავენ იყვნენ ის რაც არიან იმიტომ რომ თუ ისინი ან რაც უნდათ რომ იყვნენ როგორც გინდათ ისე გავაკეთოთ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ სინამდვილეში თუ ისინი იბრძვიან იმისათვის რომ იმიტომ არიან ჩუმად რომ კარგად იყვნენ უნდა იცოდნენ რომ სიჩუმეში კარგად ყოფნა შეუძლებელია. ხოლმე. ლევან რახალი ტატროზობდი ეს ფრაზი დავამთავრებ ბოდიში მეც მინდოდა რომ აი რაღაც დავიწყეთ ტაბუკით და ვახსენეთ ბევრი ქართველებიც ახსენეს შენ მაგრამ ხა რადგან შუშანიკი ახსენა ლევანმა მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას თქვი ეს ტელევიზორში და არ მინდოდა ხა გამეორებ მაგრამ მოდი მაინც გავიმეორებ იმიტომ რომ ყოველთვის არ უყურებს რაღაცებს ჩვენი რო და გვიძახიან უსამშობლოებო რაღაცეებო ხო ჩვენ ვართ ზუსტად ის ხალხი, ვინც კითხულობს და სწავლობს ქართული ლიტერატურით და ვინც მუდმივად, როგორ ვთქვა, ეტრფის საკუთარ ლიტერატურას, იმიტომ რომ შუშანიკი ახლა ლევანმა რო თქვა ეს მაგალითი ზუსტად მე ბევრჯერ მithქვამს და გავიმეორებ, შუშანიკი არის პრინციპების დაცვის ამბავი. იქ ნიშნობა არ აქვს ეს აგეოგრაფია, არანაირი შუშანიკი იმიტომ დარჩა 15 საუკუნე და 16 ახლა უკვე რომ იმიტომ რომ რაღაცა მარადიული მეტაფორაა და არ არის ვარცხენპირტიპიტი ახშისა და მისი ცოლის ამბავი. იმიტომ შემორჩა, თორე იქ ჩარჩებოდა სადღაც იმ საუკუნეებში მარტო ის ამბავი რო ყოფილიყო რელიგიისა და იმის რა ქვია მიღება. ეს არის მეტაფორა პრინციპის დაცვის, ხო? ჩვენი თავარი წიგნი, ვეფხისტყაოსანი ხაჯებისაგან იმის გამოხსნის ამბავია, რაც არის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე მოსაფრთხილებელი და ამის გამოსახსნელად და ამის გასაკეთებლად ერთად დადგომის საკუთარზე უარის თქმის ავთანდილსათინათინის სახით და არა მხოლოდ ასმათის დასწრების საკუთარზე უარის თქმის და თავის გაწირვის ამბავია იმისათვის რომ ყველამ ერთად გამოიხსნას გაჯეთის ციხიდან ის რაც არის გამოსახსნელი. ამიტომ მე გონია რომ კიდე ესეც გაირჩევა იქნება რომ ზუსტად ამ კუთხით წავიკითხოთ უნდა ქართული ლიტერატურა და გავიაზროთ რომ ამის ამბავია ეს ყველაფერი გაბედულების პრინციპების დაცვის არანეიტრალობის არამედ გაბედვის და გაბედვის ყველა ისტორია ახლა ვაჟაზე რომ აღანაფერი ვთქვათ და რაღაც კიდე ხო მთელი არსი აი საკუთარ თავს დაფიქრებასაც ამბობთ რომ ლიტერატურა კულტურა ზოგადად არის ხო სარკე რომელშიც ხედავ ხო შენ თავს და ამ პროცესების დაწყებიდან პრინციპში სულ ეგ პრობლემა მაქვს მე როგორ კითხულობენ დიქტატორულ რეჟიმის წევრები კონკრეტულად ქართულ ლიტერატურას რა არა წაკითხული ყველას აქვს უბრალოდ სათხედავ შენ მაგალითად ღრმად დარწმუნებული ვარ რომელიმე პროპაგანდისტულ არხზე ვარსკენის და ვახტანგ გორგასლის დროს გავიდო და სიუჟეტი თუ რა ჭკვიანურად მოახერხა ვარსკენმა გეოპოლიტიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნება ვიღაც ორი ტიპი დაждდებოდა და გეოპოლიტიკურად შევხედოთ ხო იქ რაღაც შესუსტებული ბიზანტია და სპარსეთი და ვინ უფრო ახლოს არის მე ერთი რეჟისორი იმ დროინდელი იტყოდა რომ ვინ უფრო ახლოს არის შენთან ვიღაცა კონსტანტინოპოლის სადღაც გადახმა თუ აგერ სპარსი რომელთანაც ტიპია კაცია გაიგე სპარსი რაღაც ეგეთი ისინი ხო დისკურსი იქნებოდა და ანუ ყველა ლიტერატურის იგივე ჯაყოს ხიზნები ნებისმიერი გამდიდრებული ახლა კოლცენტრში ვიღაცა ბიზნესმენი რომელმაც წაართვა შრომით თუ იმით პატიოსანი შრომით ნაშრომ ხალხს ფული და დღეს კაცად ითვლება ჩვენ საზოგადოებაში არის ეგ ხო ჯაყო არის ლაპარაკი რო არის უბრალოდ რა და ასე შემდეგ ანუ ნებისმიერი რაც ჩვენმა მწერლობამ შექმნა პირიქით აქებს და ადიდებს პრინციპულობას და იმ ღირსებებს და ღირებულებებს რომელსაც ჩვენ საქართველოს ვეძახით
და აკნინებს და აძაგებს იმას, რასაც დღეს ეტრფის ესე ძალიან ჩვენი რეჟიმი. და ამიტომ ლიტერატურის საკითხაც ძალიან კარგი რჩევა იქნებოდა დღეს და მონახონ ერთი წიგნი მაინც, რომელშიც აი ეს ვაქხანალია იქნებოდა გამართლებული და ადამიანის ჩაგვრა იქნებოდა გამართლებული და ასე შემდეგ. ტროცკის თუ არ წაიკითხავენ, ეგეთ რამეს ვერ ნახავენ, ხო? და ორი რაღაცა მაქვს მე რა კონკრეტულად ამ პროცესს, რასაც უყურებ, პირველი არის ის, რომ არის ხალხი, რომელიც წუხს იმის გამო, რომ პროტესტში ამა თუ იმ ფორმით ვერ არის ჩართული და მინდა რაღაცნაირად უთხრა, რომ მართლა ერთი ყურში ჩაჩურჩულებაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ვინც უფრო აქტიურად ვარ და არც ერთი წამით არ იფიქრონ, რომ ვინმე ამის გამო მათ აძაგებს და ეუბნება, რომ აი რაღაცა მეტიქენი თუ ადამიანს აქვს მიზეზები, რომლის გამოც ისე მოიქცა, როგორც მოიქცა, არ არის პრობლემა. იმის ცოდნა, რომ ჩვენ მეტნი ვართ და მე ეგ ცოდნას უთავ დავყვება, მე მყავს ნანახი 300,000 კაცი და მე ვიცი, რომ ეგ ხალხი არის და შეიძლება სხვადასხვა მიზეზების გამო და უბრალოდ დღეს ქუჩაში არ დგას, მაგრამ როდესაც მომენტი დადგება და დადგება აუცილებლად, ისევ ვიხილავ მაგ ხალხს ჩემს გვერდით და ეგ მე ძალიან მასაზრდოებს და ამიტომ აი ეს სინდისის ქეჯნა მათ არ უნდა გქონდეთ რა, ვინც მეტს ვერ შვება, ცოტა ბიბლიურად რო ვქნათ, ანუ ვისაც რამდენი შეუძლია გაღება იმის მიხედვით დაფასდება და არა იმის მიხედვით ვინ მეტს გაიღებს რა. მეორე და ამიტომ რაღაცნაირად ნახეთ თქვენი საკუთარი თავი, ანუ ნუ ეცდება ნურავინ რომ აი გააკეთოს ის რასაც გოტააკეთებს ლევანი ხათუნა თუ მელევანი, არამედ გააკეთოს ის, რაც მას შეუძლია და აი მან დიყოს კმაყოფილი. იქნება ეს ჩუმად სადღაც სტიკერის გაკვრა სამსახურის ტუალეტში, რომ ნახოს მეორე თანამშრომელმა, რომელიც აქტიურად რეჟიმს უჭერს მხარს, რაღაცა სიმართლე გაიგოს, თუ როგორც ვთქვათ, ამ შემთხვევაში პერეირა, რასაც ფინალში აკეთებს, არ ვიცი, ისე უნდა დავასპოილეროთ, მაგრამ ის წერილს აქვეყნებს საკუთარ გაზეთში, სიმართლეს ამბობს, ხელსაც აწერს და გარბის. ეგ მაქსიმუმი არის, ხო? ანუ რაღაცა შენ საქმეში იყო კეთილსინდისი, მაგალითად თუ პოლიციელი ხარ, პოლიციელი უნდა იყო და არ უნდა დაიჭირო ის, ვინც უნდა დაიჭირო, თუ ვინმე შენს გვერდით ამ რაღაცა სრუმოწმეობს, უნდა ამხილო, თუ მოსამართლე ხარ, მოსამართლე უნდა იყო. იგივე ეხება დურგალსაც, ხელოსანსაც და მასწავლებელსაც და შენ პროფესიაში იყო კარგი პრინციპების დამცველი, ხო, ჟურნალისტ, რა თქმა უნდა. და მეორე, რახან შეკითხვა ყოველთვის უფრო ის მგონია ხოლმე რა, ანუ მოწოდებაზე უფრო მძლავრი რა, იმიტომ რომ თვითრეფლექსიის კითხვა აიძულებს, ეს არის ამერიკული ისტორია X-ი, ასეთი ფილმი, სადაც არის ნეონაცისტის ცხოვრება აღწერილი და რაღაცები დაემართება ცუდი და მასთან მიდის მასწავლებელი და ეკითხება ასეთ რამეს, რომ სანამ შენ აი ეს ყველაფერი გააკეთე, რაც გააკეთე, ხო, ეგ რაღაცა შავკანიანი მოკალი, ყველა გეზიზღებო და ჩხუბობდი და ასე შემდეგ, შენი ცხოვრება უკეთესობისკენ თუ შეიცვალა. და ვფიქრობ, ეს არის ყველა ადამიანური ქმედების კარგი საზომი ნებისმიერ მომენტში, რომ თქვა, რასაც მე ვაკეთებ, შეცვალა თუ არა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ და ამ შემთხვევაში უკვე მიმართავ ხალხს, რომელიც ნეიტრალური არის, რასაც ქვია. და ან რეჟიმის მხარეს არის, უფრო მათ, რომ დასვან ეს საკითხი, ყველაფერი იმის შემდეგ, რასაც ჩვენ გავდივართ ეხლა, როგორც საზოგადოება, ვინმეს ცხოვრება უკეთესი თუ გახდა საერთოდ. რიგითი მოქალაქის ცხოვრება ამ 1 წლის განმავლობაში ამ არჩევნებიდან, ეგრეთ წოდებული არჩევნებიდან, რა პოლიტიკური ნაბიჯი იქნა გადადგმული საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. აი კონკრეტულად ერთი ნაბიჯი, რომ ვიღაცამ თქვას, რომ ჩემი ცხოვრება არის უკეთესი. შეიძლება ჩვენი ცხოვრება გაუარესდა და ზუსტად ეს შეკითხვა მაგაში დაეხმარებათ, რომ ჩვენი ცხოვრების გაუარესება არავის ცხოვრებას უკეთეს არ ხდის, გარდა იმ ხალხისა, რომელიც ფლობს ძალაუფლებას დღესდღეობით და აი ამ სიტუაციაში ეგ ფასი არ ღირს, ანუ ჩვენი უბედურება არ არის ის ფასი, რომელიც ღირს გადახდათ, იმიტომ რომ ისევ ხან ჰიტლერის მაგალითი მოყავთ ხოლმე ეს ავტორიტარების მხარდაჭერა, ხან სტალინს და გეუბნებიან, რომ აი კი გულაგი ქონდა, მაგრამ რაღაც ინდუსტრიალიზაცია გააკეთა, ავტობანი დღემდე მუშაობს, ხო, რომელიც ჰიტლერმა დააგო. ანუ აი ეგრე წონიან ხოლმე რა, ავტობანით გადაწონეს თქვათ ჰოლოკოსტი, ან ინდუსტრიალიზაციით გადაწონეს მთელი ჩვენი ინტელექტუალური ელიტის დახვრეტა. დღეს ეგ საპირწონეც არაფერი არ არის, რო თქვა, რომ აი დიქტატურის თუ ავტორიტარის კონსოლიდირება, მე ვიხდი ამას. რას ვიხდით? უარესი ეკონომიკა, უარესი განათლება, უფრო სასამართლო გაუარესებული და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს შეკითხვა ფიქრობ, კარგი გამოსაფხიზლებელი იქნებოდა იმისთვის, რომ დავინახოთ, რომ ყველაფერი ისე კარგად არ მიდის, თუნდაც ჩვენ ვიყოთ ნეიტრალურ პოზიციაში და ვფიქრობდეთ, რომ რაღაცა პატარა სამყარო გვაქვს და ამ სამყაროს საფრთხე არ იმუქრება. იმუქრება
და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით უფრო ჩუმად, უფრო საფრთხის ქვეშ დადგება. ჯერ კიდევ არის რა თქმა უნდა დრო და დროს უარის, უფრო სწორედ არ დავაგვიანე შემოერთება, დავაგვიანე ხმის ამოღება არ არსებობს. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, როდის არის ბოლო. იმიტომ გელით ყველას რომ ნელ-ნელა გამოვხიზდეთ ჩვენს დღევანდელ შეხვედრასაც შეეხება უღრმესი მადლობა ძალიან ბევრი ფიქრი რაზეც მქონდა ნაფიქრი სხვანაირად გადალაგდა და პასუხი გაეცა მადლობა და შევხვდებით სადმე დიდი მადლობა დიდი მადლობა